გამარჯობა, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ვის ჯერა და ვის არა 4 ოქტომბერს დაანონსებული დიდი ცვლილებების. ოპოზიციის ნაწილი სულ უფრო ხმამაღლა და გადაჭრით საუბრობს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი მასშტაბური პროტესტი რადიკალურ ცვლილებებს მოიტანს. ბევრ დეტალზე დღემდე არ საუბრობენ, თუმცა აქ-იქ გაკეთებული კომენტარებიდან ზოგადი სურათის წარმოდგენა მაინც შეიძლება. ან გამარჯვება, ან სიკვდილი. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების პათოსი ცხადყოფს, რომ ყველა წინააღმდეგობისთვის მზად არიან და ხელისუფლებას ბევრ უსიამოვნო სიურპრიზს უმზადებენ. მათ შორის აანონსებენ, რომ მათ მხარეს პროტესტზე ქართული ოცნების წინააღმდეგ შესაძლოა მათი ყოფილი თანაგუნდელებიც ვიხილოთ. ღალატის საჯარო დემონსტრირებისთვის მზად არის მმართველი პარტიაც. არც აქ გამორიცხავენ, რომ გუნდიდან გაგდებული რამდენიმე წევრი მტრის ბანაკში აღმოჩნდეს, თუმცა აფრთხილებენ, რომ კანონდანღვევების მიმართ მათი პოლიტიკური წარსულის მიუხედავად კანონი თანაბრად შეუვალი იქნება. ვისაც 4 ოქტომბრის პროტესტით მოტანილი რადიკალური ცვლილებების არ სჯერა და ფუჭი მოლოდინი ჰგონია, არჩევნებში თუნდაც მოგრძალებული რესურსით მონაწილეობას ემხრობა. თუმცა ისეთებიც არიან, ვინც ამბობს, რომ ჯერ საარჩევნო უბანზე მისვლა, ხმის მიცემა და შემდეგ აქციაზე გასვლა ერთმანეთს ხელს არ უშლის, რადგან ადრე თუ გვიან დაშლილ და დაპირისპირებულ ოპოზიციას პოლიტიკურ გზაზე ერთმანეთთან გადაკვეთა მაინც მოუწევთ. ცოტა ხნის წინ ხმაური იყო მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი მდებარეობს. იქ შეპკრებელ აქციის მონაწილეებს არსებული ინფორმაციით ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. თქვენ ახლა ხედავთ კადრებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიაში, სოციალურ ქსელებში მელიქიშვილის გამზირიდან, როგორც ხედავთ, დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. არ ვიცი, არიან თუ არა დაკავებულები, დაშავებულები, ამის შესახებ ალბათ ინფორმაცია ცოტა ხანში გვექნება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩხუბსა და დაპირისპირებას, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა ქართული ოცნების კახკალაძის საარჩევნო შტაბთან. გავრცელებული ინფორმაციით აქციის მონაწილეებს, პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა პერმანენტულად იკრიბებიან სწორედ აი ამ საარჩევნო შტაბთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ლევან ცუცქირიძე თავისუფლების მოედნის ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი სწორედ აი ამ ფაქტით დავიწყებ თქვენთან საუბარს. ხომ არ გაქვთ მოლოდინი თქვენ როგორც 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება, ანუ დაანონსებულია აქცია, დაანონსებულია მეტიც, არა მხოლოდ აქცია, რომელმაც რევოლუციური მშვიდობიანი რევოლუციით მე დავაანონსე? თქვენ არ ხართ ორგანიზატორი, არ მონაწილეობთ ამ ადამიანოსები არაფერი 13 სექტემბრის აქცია დავაანონსე. რუიანში ხომ ხართ? ხო, მე 4 ოქტომბრის აქცია რუიანის დაანონსებული არ არის. არა, გავიგე რომ არ არის რუიანის დაანონსებული, მაგრამ ხომ მონაწილეობთ? არა, როგორც ორგანიზატორი მახსენეთ, თორემ მე 3 ოქტომბერსაც ვიქნები პირველში, 4-ში, 5-ში და 7-ში. კარგი, დეტალებზე ცოტა მოგვიანებით, უკაცრავად არა, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია რომ ეს შემისწორეთ, იმიტომ რომ უკვე იმდენი ასე ვთქვათ, პოზიცია გამოიკვეთა თვითონ ოპოზიციურ ფლანგზე. კი ბატონო, პროდიუსერი მაცნობებს, რომ ჩვენ ახლა პირდაპირ სიგნალს ვიღებთ live streams, როგორც ქვია, პირდაპირ ეთერში მელიქიშვილის გამზირიდან. კი ბატონო, სადაც ცოტა ხნის წინ როგორც უკვე გითხარით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთასა და აქციის მონაწილეებს შორის. ჩვენი კორესპონდენტი უკვე ადგილზე იმყოფება და როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, მას ჩავრთავთ იმისათვის, რომ ბოლო ცნობები მოგაწოდოთ. როგორც ხედავთ, უკვე გამოჩნდა საპოლიციო კორდონი და აქტიურად ჩაერთნენ ისინი იმისათვის, რომ განიმუხტოს სიტუაცია და მეტიც, ანუ ცოცხალ კორდონად აღიმართნენ აი ამ შტაბის გასწვრივ. კი ბატონო, მოусმინოთ, სალომე ჯაფარიძეა, როგორც ხვდები.
ხდება, როგორც აქ შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, მაშინ როდესაც პროტესტმა სტანდარტულად გადმოინაცვლა მელიქიშვილის გამზირზე, ამ დროს დაახლოებით 3 მანქანით მოვიდნენ, როგორც თავად ამბობენ აქციის მონაწილეები ქართული ოცნების მიერ დაწინავებული მუშები, ასე მოვიდნენ აქციის მონაწილეებისგან და იყო ფიზიკური შეტევის გამოხმა, ამბობენ, რომ ხამდე არ გამოჩნდა ადგილზე პოლიცია, სანამ ეს ფიზიკური დაპირისპირება არ გადაიზარდა და კიდევ უფრო მძიმე ფაქტში, თუმცა ახლა ხედავთ, რომ სამართალდამცავთა გასაგებია, მაგრამ გარკვეულწილად რამდენიმე წუთში ერთხელ იზაბება ხოლმე როგორც წესი ვიყარება, იმიტომ რომ აქციის მონაწილეები მიმართავენ თავის მხრივ კახეტალაძის შტაბის წარმომადგენლებს, საიდანაც ნახეთ, რომ სულ რამდენიმე წუთი აქციის მონაწილეები ახლა ადამიანებს რომ გამოვიდნენ სხვადასხვა სახის მას შემდეგ რაც აი ეს კარები იღება, ისგან გამოდიან შტაბის წარმომადგენლები, შტაბის წევრები და შემდეგ უკვე როგორც წესი აქციის მონაწილეების აღიზიანებას იწევს ხოლმე მათი მხრიდან სხვადასხვა სახის ჟესტიკულაცია, რომელიც არის როგორც წესი შეურაცხმყოფელი და თავის მხრივ აქციის მონაწილეების პასუხობენ ხოლმე ინფორმით, რაც ნახეთ ისიდან განპაულითებს და ასევე პასუხობენ იმ შეურაცხყოფით, რაც ისმის ხოლმე აი ამ კარს მიღმა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს უკან. ხედავთ, რომ კვლავ ხდება ადგილზე სამართალდამცავთა ცოცხალი კორდონი. აქ არიან რამდენადაც ხედავ უკვე ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსვლები, ასევე ამბობენ აქციის მონაწილეები, რომ რამდენიმე აქციის მონაწილე დაშავდა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა კონკრეტული ავტომობილები და ამ ავტომობილებში ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც თავს დაეცნენ აქციის მონაწილეებს და ნახეთ ფიზიკური შექმნა შემოხვა ადგილზე, ახლა როგორც ხედავთ, თუმცა აქციის მონაწილეები საკუთარ პროტესტს კვლავ ის გამოხატავენ, როგორც აქამდე 2016 წლის განმავლობაში. განიხადება რადგან როგორც წესი მას შემდეგ რაც იქეთ აი კლუბის პროტესტს არის ხოლმე ბოჭმები, ფილები და ამ მეთოდით ხდება დაპირისპირება, რადგან შუაში როგორც ხედავთ არის სამართალდამცავთა ჯაჭვი, რომელიც არ უშვებს ადამიანებს ერთმანეთთან აქეთ აქციის წარმომადგენლები წევრები არიან. ქართული საგანწევრები და მსგავსების დაპირისპირება რამდენიმე საათია მიმდინარეობს ადგილზე და ერთხელ ნახეთ ეს. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიღებენ სამართალდამცავები, ჩვენი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილზე არაერთი დაკავების ავტომობილი, ეგრეთ წოდებული დაკავების ავტომობილი. გარკვეული ადამიანები მოვიდნენ, რადგან აქციის მონაწილეების უსამართლობის გარკვეული ინტერესები ალბათ ეს ადამიანები არიან, ადამიანები რამდენიმე ხანი ამ ადამიანებს გამოვიდნენ Ai activisti sam kanalkos. Leo. მიმდინარეობს ეს დაპირისპირება ადგილზე. აქციის სამართალდამცავება როგორც მანქანები ავტომობილები ხარია კვლავ. აი ხედავთ, ახლა მამაკაცები Genuis rifiko. პოლიცია დგება ახლა. Gamo, მეგობრებო, gamo. Რაღაც არ მოვწეთ, მე რა არის ჟურნალი დაკავე, გადაიწამ. Gamo. დაპირისპირება როგორ ხედავთ? I'm trying to get it. I'm not going to get it.
რეაგირება ექსპრონტად, რადგან ეს დაპირისპირება გადადის ხოლმე სხვადასხვა სახის დარღვევაში და ახლა შუაში დადგა პოლიციელთა ცოცხალი კორდონი. აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც აქციის მონაწილეების მისამართით იცოდნენ ცოცხლებს, რაც მიდაპირეს ნახეთ ახლაც როგორც ხედავთ ფორმით იპირისპირდებიან. აი ეს ადამიანები, რომლებიც განახორ დამხდება. ახლა ხედავთ აქციის მონაწილეები ამ ფორმით. და მოყარი ახალისრიან დემონსტრანტების მისამართით კონკრეტული ადამიანები ახლა დაპირისპირება ქართული ოცნების ამონტაჟები, როგორც ხედავთ, არიან სპეციალისტები მაისურებითაც, რომ იდენტიფიცირებდნენ გამოხდეთ მათ როგორ ქართული ოცნების ხარდამჭერის. როგორც ჩანს, პოლიციამ ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ არ დააკავა, თუმცა განარიდა ადგილიდან. დაკავება არც ერთი ამ ადამიანის არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში რაც არ იქნება, ხო, ამას ხედავთ, რომ სამართალდამცავებს მისყავთ, არიდებენ ამ ტერიტორიას. აქციის მონაწილეები კვლავ გარკვეული პროტესტის შეძახილებით მიმართავენ სამართალდამცავებს და ამ შემთხვევაში უკვირთ, რომ არაკავებენ ამ ადამიანებს, როგორც გითხარით, რამდენიმე საათის წინ ასეთი სახის დაპირისპირება, მაშინაც ზუსტად ეს ადამიანები და მხარდამჭერები იყვნენ მოსულები და ახლა როგორც ხედავთ, გარკვეული დაპირისპირება. ახლა სამართალდამცავები ცდილობენ, როგორც ხედავ, რომ განმოწყენ ეს ეხლა მეორე მხარიდან მოდიან, როგორც ჩანს, კვლავ გამოექცნენ სამართალდამცავებს. აი ხედავ სამართალდამცავებს. აი რას აკეთებ, რას? გოგონას როგორც ხედავ, ფიზიკურად შეეხო ერთ-ერთი აქციის მონაწილე. ახლა ფორმულას ოპერატორს უყავენ. ერთი წამი. ფორმულას ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, მედიის წარმომადგენლებსაც დაიწყეს უკვე გავსი სახის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. კვლავ ცდილობენ სამართალდამცავები, რომ დაიყვანონ ეს ადამიანები ადგილიდან. აი განახებთ მათ სახეს. ეს ადამიანები როგორც ხედავთ, შევიდნენ ქართული ოცნების შტაბთან. როგორც ხედავთ, ამ ადამიანების არ არსებობდა იმის მოლოდინი, რომ ასე დაიძაბებოდა ადგილზე ვითარება, რადგან რამდენიმე დღე ეს პროტესტი გრძელდება და ამ ეს ფორმას ხოლმე, თუმცა როგორც გითხარით, დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ადგილზე გამოჩნდა 5 ავტომობილი დაახლოებით, როგორც ყვებიან ამ აქციის მონაწილეები და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს. იგივე განმეორდა რამდენიმე წუთის წინ, ნახეთ. აუზე მაგრამ აქედან გადავიდა არა წამოდი ხო ხედავ ჟურნალისტია აი მე მედიაც გამოვყავართ როგორც ხედავ მედიის ადგილიდან მოკლედ ეს მხარეს არის ადამიანთა ჯგუფი რომელმაც დაალადეს აქციის მონაწილეებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ნახეთ ფორტუარს ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორი მედიის წარმომადგენელი ყოველ შემთხვევაში რომელსაც
ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ეს ადამიანები, რომლებიც განანახლა ქართული ოცნების მეფის კანდიდატის ოფისთან, არჩევნო ოფისთან და ხედავთ, რომ სამართალდამცავებს გარკვეულწილად აქვს დატოვებული ცოცხალი კორიდორი, აი ამ სახით, რასაც ახლა უყურებთ პირდაპირ ეთერში. არის აქაო. ჩატი სიგდეზე გაიშო. რომელი ვექელა დაკავებული არის? საშუალება. რომელი ვექელა დაკავებული არის? ძალიან მარტივად და წვეტად დაგეგმილი ის აქედან არის შანსი, რა. ვინმე მაინც აქცევს ამ ფიქრს პასუხს. როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეები გადმოყვანს სამართალდამცავებს ქვედა ტერიტორიაზე. მეკი წარმომადგენლად მოხდა ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ რომელიც ტელეკომპანიის მას დაუწევდნენ ასევე აქციის სხვადასხვა მონაწილეებთანაც ნახეთ. მაშასე როგორც ხედავთ დაპირისპირების არაერთი კერა იყო მელიქიშვილის გამზირზე ძალიან სამწუხარო ერას ახლა ვუყურებთ რომ პროცესები ყველაზე ცუდი შესაძლო სცენარით ვითარდება ადგილი აქვს ერთგვარ შეიძლება ასე ითქვას სამოქალაქო დაპირისპირებას და სამართალდამცავები იქ დგანან და არ ვიცი ან დროულად ვერ რეაგირებენ ყოველ შემთხვევაში მათი იყოფნის პერიოდშიც კი ადგილი ქონდა მოქალაქეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას მათ შორის ნახეთ როგორი აგრესია იყო ჟურნალისტების მიმართ ლევან ცუცქელიძე თავისუფლების მოედნის ლიდერია ჩვენთან ერთად ლევან მოკლედ რისი კითხვა მინდოდა რომ ხომ არ ფიქრობთ და ხომ არ ხედავთ რისკს რომ რაც უფრო მოახლოვდება 4 ოქტომბერი ვისთვის ვისთვის მშვიდობიანი რევოლუციის თარიღი შესაძლებელია ასეთი დაპირისპირების კერების სულ უფრო მომრავლდეს და აი პიკი იყოს სწორედ 4 ოქტომბერი. ხედავთ თუ არა აი ამ რისკებს და შესაძლებლობას? რისკებს ქმნის არა რომელიმე თარიღი, არამედ ის საქციელი, რასაც ქართული ოცნება ეწევა საქართველოში. აი ეს არის მთავარი ამბავი. ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ აქ პირდაპირ ეთერში რა გაკეთდა, ხო? მოდიოდა აქცია წინასწარ მომზადებული პოლიცია როგორც ჩანს არ იყო ადგილზე, თუმცა სხვა დროს, როდესაც ეს ჭირდებათ ხოლმე, ყველაფერს ძალიან კარგად ახერხებენ, დაესხნენ თავს რამდენიმე ადამიანს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და როდესაც აი გაუსწორდნენ თავის გემოზე, მერე გამოვიდა პოლიცია. ეხლა მე აქ ან თქვენ ფიქრობთ რომ შეგნებულად გაკეთდა, იმიტომ რომ ხომ არ არის პირველი დღე, როდესაც აქცია იმართება კალადის საარჩევნო შტაბ-ბინასთან, ანუ ბოლო დღეების განმავლობაში პერმანენტულად იქ იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების პოლიტიკას აპროტესტებენ. ანუ ფიქრობთ რომ განგებ მიუშვა ქართულმა ოცნებამ მათი მხარდამჭერები, რომ ასეთ ფიზიკურ დაპირისპირებას ქონოდა ადგილი? სწორედ ამას გეკითხებით, რომ ხომ არ ფიქრობთ რომ ასეთი დაძაბულობის კერები გაიზრდება და აი მაგალითად აქციის მონაწილეების ოპოზიციის მხარეს ხომ არ არის მეტი წილი პასუხისმგებლობა წარმოშობს რეაქციას. ჩვენ მე მგონი ვაჩვენეთ საზოგადოებამ რომ უსამართლობას არ ვეგუებით და არ შევეგუებით. ამიტომ უსამართლოს საქციელი ადამიანების დატყვევება უსამართლოდ, ადამიანებზე ფიზიკური თავდასხმა და შეურაცხყოფა, ამ ქვეყნის ჭაობში ჩათრევა, ომის ამ ქვეყანაზე დაბრალება, ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო დანაშაულების დაბრალება, რა ვიცი, აი ყველაფერი ამ საზიზღურობის კეთება, რა თქმა უნდა რეაქციას წარმოშობს. 4 ოქტომბერზე, 4 სექტემბერზე ან 25 რაღაცა, ნუ იმაზე კი არ არის, რა ქვია, აგვისტოზე ლაპარაკი. ლაპარაკი არის იმ საქციელზე, იმ დანაშაულზე, რასაც ოცნება
ჩადის. თუმცა 4 ოქტომბერი არის დასახელებული თარიღად, რომლის მოდი გადავინაცვლოთ სალომე ჯაფარიძესთან, როგორც ხედავ კადრებში, ისევ რაღაც ხდება აქციის მონაწილეების რაოდენობა იზრდება მელიქიშვილის გამზირზე. თუ არ ვწდები, რასაც მე კადრში ახლა ვხედავ ჩვენი ასე ვთქვათ პირდაპირ ეთერიდან, თუ გაქვს შესაძლებლობა სალომე ჩართოთ შემთხვევის ადგილიდან, ის უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ამ წუთებში, დაამატეს თუ არა, თუნდაც ცოცხალი საპოლიციო ძალა იმისათვის, რომ რაღაცნაირად მათ შეძლონ და არ დაუშვან ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. აქეთ გამოგზავნე. ემა, უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვარ, უყვებით მაყურებელს რა ხდება ადგილზე. მოკლედ, ახლა სულ რამდენიმე წუთია ემა, რაც კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება, როგორც ხედავთ, რამდენადაც აღქმადია და მოდით განახებ ჯობია კადრს და თქვენ თვალით ნახოთ რა ხდება რეალურად მელიქიშვილის გამზირზე. ახლა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც გახლავთ ქართული ოცნების მხარდამჭერი წყალი შეაცხა, ხედავთ მოქალაქეს აქციის მონაწილე გოგონას. არ ვიცით რა ხდება, რატომ დაიწყო ეს დაპირისპირება. ფაქტია, რომ კონკრეტული ადამიანების ჯგუფი მოვიდა ადგილზე, ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც თავდაპირველად ისროდნენ გარკვეულ ნივთებს აქციის მონაწილეების მისამართით, შემდეგ უკვე დაიწყო ფიზიკური ანგარიშწორება, აქ გამოჩნდნენ სამართალდამცავები და ახლა როგორც ხედავთ, კვლავ მწვავდება ეს დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები ახერხებენ ხოლმე, რომ გაარღვიონ სამართალდამცავთა ცოცხალი კორდონი, როგორც წესი. და ახლა როგორც ნახეთ, უკვე ფიზიკური ანგარიშწორება აქციის მონაწილეებსა და იმედია, რომ ეს ადამიანი არ არის ამ შემთხვევაში დიახ აქციის მონაწილე არის. რამდენადაც აღიქმება ჟურნალისტთა რყეს და ხედავთ, ბუგი ჩემთან მოდი, ბუგი ჩემთან. ბუგი ჩემთან. როგორც ხედავთ, ფიზიკური დაზიანება აქვს მიღებული ერთ-ერთ აქციის მონაწილეს, ჯერჯერობით არ ვიცით, არ არის იდენტიფიცირებადი, არის მედიის წარმომადგენელი თუ არ არის, თუმცა ფაქტია, რომ მას ეცვა შესაბამისი აღჭურვილობა იმისათვის, რომ იდენტიფიცირებადი ყოფილიყო როგორც მედიის წარმომადგენელი. იზაბება, როგორც ხედავთ, კვლავ ვითარება და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ახლა აქციის მონაწილეები ნაწილი არის გადმოსული შიდა მხარეს, ნაწილი ხედავთ, რომ არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები და სწორედ ეს ადამიანები ესხმოდნენ რამდენჯერმე თავს აქციის მონაწილეებს. მათ შორის ქალბატონებს, ხოთა შორის ესეც უნდა აღვნიშნოთ. ვინ არიან ეს ადამიანები, არ ვიცით. ერთადერთი რაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ არის ის, რომ არიან ამ შემთხვევაში წარმოდგენილები ქართული ოცნების მხარდამჭერი მაისურებითაც და აღიქმება კიდეც, რომ ისინი არიან მართველი პარტიის მხარდამჭერები და ხედავთ, რომ ახლა სამართალდამცავებმა გაიყვანეს ამ ადამიანების ნაწილი მელიქიშვილის გამზრიდან და კვლავ ორად არის ჩაკეტილი ახლა ეს გზა. მაქსიმალურად ვფრთხილობთ და სპეციალურად გამიზნულად აღარ მივდივართ ახლოს, რადგან ნახეთ, რომ მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდნენ ემა ფიზიკურად. თუ არ ვწდები, დაზუსტებით არ შემიძლია ვთქვა, თუმცა ამ ადამიანის ფორმა მეტყოლებდა იმას, რომ ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორი იყო, სწორედ მას გაუსწორდნენ ფიზიკურად და შესაბამისად ვფრთხილობთ ჩვენს ბუნებრივია და აღარ მივდივართ იმ დისტანციაზე, რომ რაიმე სახის საფრთხე შეიქმნას. თუმცა აქ ვითარება კვლავ არის დაძაბული, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მრავალია სამართალდამცავთა რიცხვი, ხოთა შორის აქ არის გოგა მემანიშვილიც, არიან სპეციალური დაკავების ავტომობილებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებით, მაინც ახერხებენ ეს ადამიანთა ჯგუფი, რომ გაარღვიონ ხოლმე ეს კორდონი და გადავიდნენ დემონსტრანტების მისამართით. როგორც ხედავთ, ორად გაყო კვლავ სამართალდამცავმა უწყება მელიქიშვილის გამზირი ერთ მხარეს განახებთ ახლა იმ ჯაჭვს, რომელიც არის ერთ მხარეს არიან აქციის მონაწილეები, ხოლო იქ სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის უკვე ის მხარე, სადაც არიან ის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც დაახლოებით ორჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის ვნახეთ თავდასხმა ქალბატონებზეც. ვნახოთ აქ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენიმე წუთის წინ დემონსტრანტები გამოხატავდნენ პროტესტს, რომ რატომ არ დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ადამიანები, რომლებიც ცხადად ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე. ეს კითხვა ისმოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა არ ვიცი, ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოდი აღარ მივიდეთ ბუგი უფრო ახლოს.
ხედავთ აქ შედარებით დამშვიდდა ვითარება. ყოველ შემთხვევაში გარკვეული ნიუტების სროლა აღარ მიმდინარეობს, არც ამ შემთხვევაში ვერ ვხედავთ ყოველ შემთხვევაში კვლავ დაპირისპირების კერას. და არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ადამიანები, რადგან თავისუფლად გადაადგილდებიან მელიქიშვილის გამზრდაზე. ერთია შეგვიძლია ახლა თამამად ვთქვათ და მოდით გადავიდეთ იქ, სადაც არიან აქციის მონაწილეები, რომლებიც, როგორც გითხარით, სამართალდამცავმა უწყებამ მოაქცია ცოცხალ კორდონის მეორე მხარეს. ამის მიზეზი ბუნებრივი არის ის, რომ წვავდება ხოლმე ვითარება და ცდილობენ სამართალდამცავები, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩნდნენ, თუმცა ნახეთ ჩვენ, რომ მაინც მოახერხეს დაახლოებით 20-30 ადამიანია ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ამ შემთხვევაში ახერხებენ, რომ გაარღვიონ ეს კორდონი და შეტევაზე გადადიან პირდაპირ აქციის მონაწილეების მისამართით. ნახეთ დაზიანებული აქციის მონაწილე, მათ შორის ფიზიკური შეხლა შემოხლის დროს დაზიანდა როგორც ჩანს ეს ადამიანი და გადავიდეს დემონსტრანტებთან და კითხოთ რეალურად საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ელოდებოდნენ თუ არა, გავიგოთ არიან თუ არა დაკავებულები. და აღინიშნოს, რომ აქ არიან არა მარტო აქციის მონაწილეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გიგას კითხავთ, ელენე და გადმოვალ გიგასთანაც ელენე რა მოხდა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და ზოგადად რას აღწერს ახლა ეს სურათი? რაც ხდება ხოლმე, ეს არის ქართული ოცნების ორგანიზებული ძალადობა, ტიტუშკები ამოფარებულები პოლიციელებს და უთხრა გაუსწორდნენ ხალხს, იმიტომ რომ მათ ძალიან ეშინიათ პროტესტის, ძალიან ეშინიათ აი აქ დისკომფორტის, ეს წერტილი ვერასდროს ვერ იქნება საარჩევნო წერტილი, ეს იქნება მათი აუცილებლად მათთვის უსაზღვრო დისკომფორტის შექმნის ადგილი და რაც არ უნდა ხელები იქნიონ, მაინც ვერ მოერევიან ხალხს. ელენე ხოშტარიას გიგა თქვენც კითხავთ, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და ზოგადად რას აღწერს დღევანდელი სურათი, რასაც ხედავთ აქ, ნახეთ მოქალაქეები, რომლებსაც ფიზიკური დაზიანებებიც კი აქვთ მიღებული. ეს არის პროვოკაცია. კალაძის ოფისის გახსნა არის პროვოკაცია. ამ ოფისმა ვერ უნდა იმუშაოს და ვერც იმუშავებს, იმიტომ რომ ეს არის ძალადობის ოფისი, ეს არის ხალხის წემის და ჩაგურის ოფისი. ეს ოფისი ვერ იმუშავებს. ეს არის დღევანდელი დღის განაცხადი. დაიმახსოვრეთ ეს საღამო, ეს ოფისი ვერ იმუშავებს. იმიტომ რომ ეს არის ოფისი, საიდანაც ადამიანებზე ძალადობენ, პოლიციას ამოფარებული არამზადები, არაკაცები ძალადობენ ხალხზე და ამიტომ ეს ოფისი ვერ იმუშავებს. მადლობა ბუსველის გიგა ლემონჯავას და როგორც ხედავთ სამართალდამცავებს უკვე ჩახყავთ დემონსტრანტები ცოცხალი კორდონის და ჯაჭვის მეშვეობით კიდევ უფრო ქვედა მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ვეღარ ვნახავთ იმ დაპირისპირებას და აღარ მოხდება ეს დაპირისპირება, რაც ხდებოდა და გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვარ. რა ნახეთ თქვენ და რას როგორ შეაფასებთ? განსაკუთრებული როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყავთ აქერავებული ხელის ბიჭები უბები და ცდილობენ წარმოაჩინოთ თითქოს რაიმე განხეთქილება, არაფერი ჩვეულებრივი პოლიციელები ოღონდ გადაცმულები ვერ დაადგენ. იცით თქვენ რამდენი ადამიანი დაიჭირეს, ვერ დაადგენდი პოლიციელი იყო, ტიტუშკა იყო თუ ვინჯანდაბა იყო. საბასხვიტარიძის შემთხვევა გავიხსენოთ, აი ეგეთი მსგავსი ელემენტები მოდიან და შვიდობიან მანიფესტანტებზე ძალადობენ და ხალხი იმდენად უმრავლესობაშია, რომ სპექტაკლების დადგმა უწევს. ძალიან სისუსტის გამომხატვალია ეს ყველაფერი. დავამარცხებთ აუცილებლად. საქართველოში ისეთი განწყობა ყველა არის ერთმუშტად. ძალიან პატარა ვიწრო ჯგუფის გარდა, ასე რომ სრულებები გარდაუვალია. ძალიან დიდი ბიძო ხერხეულიძეს უსმენდით და გიორგი დანელიასაც ვკითხავ სამოქალაქო დათუნა დანელიას მაპატიეთ. რა ნახე დათუნა აქ და როგორ იყო ვითარება, სანამ დაიძაბებოდა, ან ქონდა თორე წინაპირობა რომ ამ შედეგამდე მისულა. კალაძე ასე აპირებს, რომ კამპანია ჩაატაროს ხალხის ცემით, როგორც თვითონ ვერ გამოდის, ხო ხედავთ შენობიდან. და მივიდნენ დემონსტრანტები, როგორც ყოველდღიურად მიდიან და ამათ მოყავდათ მობილიზებული 150-200 ადამიანი, ტიტუშკ ადამიანი, ესენი ტიტუშკები, ამათ ესე რო არ იჩხუბონ, გარეთ ქალებს რო არ ურტყა, ისე სახში ვერ შეჭამენ საჭმელს, სახში გოგოს მართლა ვერ დაპიტაკვადაჟებენ, დეიძე ვერ წაიყვანენ, გარეთ ვერ ივლიან, სწორედ ესენი არა, ყინები ეკეთათ ხელზე კასტეტები და ისე ურტყავდნენ ქალებს და ბავშვებს, ხო? ყველაზე ამორალური ადამიანები არიან. არ ვიცი როგორ უნდა იცხოვრო, რომ ტიტუშკა იყოს. ამათ ეშინათ 4 ოქტომბრის. გულწრფელად ეშინათ 4 ოქტომბრის. რო არ შედოდნენ 200 ადამიანი, 20 ადამიანს ხوار დაუპირისპირებოდა. 20 კაცი ერთ წაქცეულ ადამიანს ხوار დაარტყავდა. ეს ისინი რემ შიშრებით. და 4 ოქტომბრის დედას ვუტირეთ ქართულ ოცნებას. დაბამთავრებთ. დედას ვუტირეთ.
ეხება დათუნა დანელიას უსმენთ პირდაპირ ეთერში და როგორც მოვისმინეთ აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ რომ ეს ადამიანები იყვნენ შეიარაღებულებით. ნახეთ აი პრესის საკუთარი აღჭურვილობით შესაბამისი იდენტიფიცირებადი ნიშნით მოქალაქე რომელსაც ამ შემთხვევაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამ კონკრეტულმა ადამიანებმა და ამ შემთხვევაში მოდი გადავალ ახლა ნიკა კაციას მასთან ლაშა კაციასთან მოგესალმებით პირდაპირ ეთერში. მოკლედ რა ნახეთ თქვენ მას შეესწარით ელოდებოდით თუ არა რომ ამ შედეგამდე მივიდოდა ეს აქცია რომელიც დალოდებაზე არ არის ხალხო მართლა ამ რეჟიმს სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია სხვა კომუნიკაციის ენა არ აქვს ესენი მხოლოდ უყურებიან მუშტებზე კუნთებზე არ ვიცის რო დაჭირდეთ ყიასაც გაისვრიან უბრალოდ აქეთ მხარეს დგას ადამიანები მართლა რომლებსაც არ ვიცი ქაღალდის როლაზე გვიჭერენ იქიდან ყველა სახის მძიმე ნივთს გვესვრიან გვირტყავენ და რატომღაც მათი მხრიდან არავინ არ არის დაჭერილი და მსგავსად თუ აპირებენ გაგრძელებას ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და მიიღებენ უარეს და თუ ვინმეს უნდა არეულობა ეს მხოლოდ არალეგიტიმურ მთავრობას და არავის სხვას და შესაბამის პასუხს მიიღებენ აუცილებლად. მადლობა ლაშა კაციას უსმენდით და დავასრულოთ ემა ჩვენი პირდაპირ ეთერი რადგან უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ აქციის მონაწილეები ბევრად უფრო ქვემოთ იმყოფებიან სადაც ის ადამიანები რომლებიც დაუპირისპირდნენ მათ ფიზიკურად რაც გვაძლევს იმის საფუძველს რომ შესაძლებელები ვარაუდოთ რომ ეს დაპირისპირება აღარ მოხდება ყოველ შემთხვევაში გაგაგებინებთ უახლოეს ცნობებს ბუნებრივია პირდაპირ ეთერში. მადლობა სალომე არ დაგემშვიდობებით შენ რჩები როგორც ვიცი მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა ალბათ რუსთაველზე სადაც პერმანენტული აქციები მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა ლევან ცოცხიძე თავისუფლების მოედნის ლიდერია ჩვენი გადაცემის სტუმარი ლევან ერთად ვადევნებდით თვალს სულ ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აი რამდენიმე ესეთი ვერსია მოსაზრება გამოითქვა რომ ქართული ოცნება თავად აორგანიზებს თავდასხმებს და მათი მხარდამჭერების თავდასხმებს აქციის მონაწილეებს ნუ ყოველ შემთხვევაში სამართალდამცავები ხელს არ უშლიან მანამ სანამ არ გამწვავდება ვითარება მოვისმინეთ მოსაზრება რომ ქართულ ოცნებას ეშინია 4 ოქტომბრის აქციის და ანონსებული მშვიდობიანი რევოლუციის და ამიტომაც იქცევა ასე იზიარებთ თუ არა რა ვიცი ამ მოსაზრებას რომ შესაძლებელი იყოს გარკვეული ცუდი მოლოდინები ქართული ოცნების მხრიდან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით და ამას უკავშირდება აი ეს დაპირისპირების კერები, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით ვადევნებთ თვალს. მე მგონი ის მოსაზრება კი არ არის რომ ქართული ოცნება ამას შეგნებულად აკეთებს, რომ პოლიცია ხელს აფარებს და ასე შემდეგ, არამედ ეს არის უკვე ფაქტი, რომელიც ყველამ არაერთხელ ნახეთ, ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ხომ გვახსოვს გასული წლის ზამთრის თვეები, როდესაც პოლიციის თვალწინ მოძალადე ბრბოები ადამიანებს სასიკვდილოდ ურტყამდნენ და პოლიცია არაფერს არ აკეთებდა. ჩვენ ხო გვახსოვს, როდესაც პოლიციას უნდოდა, რა ვიცი, ქართული ოცნების რაღაცა უსაფრთხოების თუ კომფორტის უზრუნველყოფა, მაშინ რამხელა ძალისხმევას დებდნენ ხოლმე ისინი. აი წარმოიდგინეთ, რამდენჯერმე მე მახსოვს შარშან აქციის მონაწილეები გაემართენ კერძო პირის ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ. რომელიც არც ოფიციალური თანამდებობა არანაირი მას არ უკავია. და მთელი პოლიცია იყო მობილიზებული იმის დასაცავად. ჩემს საქმე რომ მოვიდნენ და მუქარი შემცველი პლაკატები რომ გამიკვრეს და წიტუშკები რომ დარაჯობდნენ, ქვევით ერთი პოლიციელი არ გამოჩენილა. ხო? ამიტომ ეს არ არის სამართალდამცავი, როგორც მათ ხშირად უწოდებენ. ესენი არიან ქართული ოცნების პოლიცია. მათ შიგნით ალბათ არიან კიდევ წესიერი ადამიანები, მაგრამ ამ წესიერმა ადამიანებმა უნდა თვალი გაახილონ და უნდა ხმაცა მოიღონ შიგნით მაინც და ცოტა უფრო კარგად შეასრულონ მართლა-მართლმადზე დაკისრებული საქმე და ცუდად შეასრულონ ის, რაც არ არის მათი საქმე, წიტუშკების ფარველობა. არც ერთი ადამიანი არ არის ამაში პასუხისგებაზე მიცემული. მზია ამაღლობელი, რომელსაც აგინეს და აფურთხეს და ამის გამო მან სამართლიანად უთავაზა სილა, ამის გამო წლებით უნდა იჯდეს ციხეში და ადამიანები, რომლებიც თავზე ახტებოდნენ დაბლა დავარდნილ ადამიანებს, სისხლში მოთხრილ ადამიანებს. ერთი ადამიანი არ არის დასჯილი და ღირსების ორდენი მისცეს. ხალხს ვინც ამას აკეთებდა. აი ეს არის ქართული ოცნება და ამიტომ აქვს მას ეს ბრძოლა უკვე წაგებული. იცით რატომ აქვს უკვე წაგებული, რომ პარტია, რომელიც მაგარია, რომელსაც ხალხის იმედზე აქვს,
და ასე ესენი არ ჭირდება. არ ვიცი, ქართული ოცნება ამბობს ყოველ შემთხვევაში დღეს გაკეთებული განცხადებებიდან საკმაოდ ისეთი დამაჯერებლად საუბრობენ, რომ არავინ არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონის წინააღმდეგ აი მაგას ვეთქვი მეც ზუსტად ქართულ ოცნებას. არავინ არ დარჩება, დიახ ბატონო, წარმომადგენლებო, ვინ ლაპარაკობდა არ ვიცი. მართლა არავინ არ დარჩება დაუსჯელი. რა ვიცი, მათიკაშვილი აი დღევანდელი განცხადებით შემოიფარგლებით. ყველა აბსოლუტურად მართალია ვეთანხმები. არავინ არ დარჩება დაუსჯელი და ყველა ვინც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ვინც ანწუხელიძეს პიარის გამომკვდარი უწოდა, ვინც საქართველოს სამხედრო დანაშაულები დააბრალა, ვინც ეს წიტუშკები დააორგანიზა, ვინც ჟურნალისტები გალახა, ვინც იძალა ადამიანებზე, დიახ, არავინ არ დარჩება სასჯელის გარეშე და ყველა მართლა აგებს პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინაშე კი არა, რომელიმე პოლიტიკური ანგარიშწორების გამო კი არა, სამართლიანი სასამართლო მალე გვექნება და მის წინაშე მართლა ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. სხვა შეს 4 ოქტომბრის აქცია დღეს განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო, თქვენ კი შემისწორეთ და მითხარით, რომ ამ აქციის ორგანიზატორებს შორის არ ხართ, მაგრამ მონაწილეობას აუცილებლად მიიღებთ ამ აქციაში. რა აქციაში, ვიცით, ვიტყვი რა, 4 ოქტომბერს აქცია, იმიტომ საკმაოდ მაღალი მოლოდინები არსებობს ამ რიცხვთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერს ადამიანებმა, ჩვენმა კოლეგებმა, პოლიტიკური პარტიები და სხვაები დაანონსეს რაღაცა. ჩვენ სამშის, 4-შის, 5-შის, მანამდე დღესაც გუშინას და გუშინწინას და მოყოლებული უკვე რამდენიმე წელია ვართ ამ აქციაში. და ყველას წარმატებას ვუსურვებ გულით და სულით. ვინც აი ამ დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. ამის იქით თუ გვექცოდინება რა ხდება კონკრეტულად, რას ვაკეთებთ და ასე შემდეგ. გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად როგორ ხო? ამიტომ ჩვენ ვართ ყველგან, ჩვენ ვართ ამ თქვენ ხომ ყველა შემთხვევაში მიდიხართ ხა მე მესმის რომ ეს პროტესტი არც ერთი დღით სხვადასხვა ფორმით არ გაჩერებულა, არ ვიცი, ნოემბრის შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება 4 ოქტომბერს ამ თარიღთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები თავად პოლიტიკოსებმა გააჩინეს, ხანუ ყოველდღიურად ვხედავთ, ვისმენთ, ვკითხულობთ განცხადებებს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მაგათაც 4 ოქტომბერს დაიწყება ყველაფერი და 4 ოქტომბერს დასრულდება და საქართველოს 5 ოქტომბერს უკვე სხვა ხელისუფლება ეყოლება, რომ მზად არიან, ასე ვთქვათ, საკუთარი სიცოცხლე შესწირონ, ან გამარჯვება, ან სიკვდილი, ყველაფრისთვის მზად ვარ, აბსოლუტურად ესეთი იყო გედი ფოფხაძის განცხადება 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით და კიდევ არაერთი სხვა, ასე ვთქვათ, მოლოდინის გამარჯვების მოლოდინის შემცველი განცხადებები გვესმის. ან თქვენ არ ინტერესდებით კონკრეტულად რა სქემით, რა სცენარით ვარაუდობენ აქციის ორგანიზატორები მოვლენების განვითარებას. მე მესმის, რომ იქ ადგილზე ადამიანების რაოდენობიდან, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გქონდეს გადახვევას ადგილი, ხომ? ზოგადი სცენარიდან, მაგრამ რაღაცა საერთო მონახაზი ხომ და არსებობდეს? უნდა არსებობდეს. მე შემიძლია მოგახსენოთ შემდეგი. მე პირადად ლევან ცუცქირიძეს. მე ვფიქრობ, რომ არ არის მართებული ერთი კონკრეტული თარიღის ასე გამოკვეთა, რომ აი დღეს, ამადა ამ საათზე დავიწყებთ და დავასრულებთ. მაგრამ სწორედ იმიტომ არსებობს განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, განსხვავებული სამოქალაქო მოძრაობები, რომ შესაძლოა ადამიანებს ჰქონდეთ განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული სტრატეგიები და ეს ცუდი კი არ არის. ეს არის კარგი, იმიტომ რომ თუ ერთი სტრატეგია არ იმუშავებს, იმუშავებს მეორე. თუ ერთი პოლიტიკური ლიდერი შეცდება, არ შეცდება მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. ერთ საპროტესტო მოძრაობა რაღაც შეცდომას დაუშვებს, აიფორხილებს ამ ბრძოლაში, რაც ბუნებრივია. მეორე, მესამე და მეოთხე ამოუდგებიან გვერდში ხელი ხელს ჩავკიდებთ და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ამიტომ არის განსხვავებული შეხედულებები ამაზე. მე არ მიმაჩნია, რომ ერთი თარიღი უნდა თქვა. ვიღაცებს არ მიგაჩნიათ ერთი თარიღი თუ არ გაქვთ მოლოდინი, რომ 4 ოქტომბერს იმდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში, რომლის წნეხსაც
რაოდენობრივად იმდენი გამოვა, რომლის წნეხსაც ქართული ოცნება უბრალოდ ვერ გაუძლებს და მოუწევს უკან დახევა. ადამიანები შეიძლება 2 საათში ხლა იმდენი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში 4 ოქტომბერი კი არა 12 სექტემბერი იყოს ის თარიღი, როდესაც ქართული ოცნების ნასახი აღარ დარჩება აქ ისეთ რამეებს აკეთებს. ამიტომ სიმრავლე არც ნოემბრის და დეკემბრის აქციებს არ აკეთდა, მაგრამ ამას არ მოუტანია ხელისუფლების ცვლილება. ანუ ფიქრობთ რომ რაღაცა სხვა არის კიდევ გასაკეთებელი, ხალხის რაოდენობის აქციის მონაწილეობის მნიშვნელოვანი არის, რეჟიმის დასუსტება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რეჟიმის კიდე იზოლაცია არის მნიშვნელოვანი, მის შიგნით არსებული წინააღმდეგობების კიდევ უფრო გაფართოება არის. წინააღმდეგობა ხშირ შემთხვევაში სამართლიანია, ვიღაც ადამიანებს გაუჩნდათ, გაახილეს თვალები, დაინახეს ეს ყველაფერი, მათამდეც მიაღწია, გადართეს იმ პოსტივიდან და იმედიდან სხვა არხზე და დაინახეს რეალობაში რა ხდებოდა. ზოგი სანქციებმა შეაწუხა, ზოგს ესროლეს იარაღი თუ თავს იკლავდა და მე ამ ხალხმა აღმოაჩინა, რომ თურმე მათი სახელი ყველას დაავიწყდა, ხო? ამიტომ მე ვემხრობი ასეთ კომპლექსურ მიდგომას ამ საკითხზე. ადამიანებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ვინც გულწრფელად არის ამ ომში, ამ ბრძოლაში, ყველას უსურვებ წარმატებას. ჩვენ ამ პროტესტის, რა ვიცი, როდიდან მოყოლებული, ნოემბრიდან კი არა ვართ ამ პროტესტში, როდესაც თავისუფლების მოედანი ჯერ კიდევ როგორც სამოქალაქო მოძრაობა ჩამოყალიბდა 2023-ში, მაშინ ვართ ამ წინა ამ ავტორიტარისტთან პირდაპირ პოლიტიკურ დაპირისპირებას და მაშინ ის შეკითხვა და წესით ეს შეკითხვა თქვენც უნდა გაწუხებდეთ, იმიტომ რომ ამაზე საუბრობენ, ანუ 4 ოქტომბერზე როგორც გამარჯვების დღეზე ქართულ ოცნებაზე საუბრობენ თქვენი კოლეგა ოპოზიციონერი, რომლებთანაც სხვა უამრავი კვეთის წერტილი გაქვთ თემატური თვალსაზრისით, აი თუ თქვენ არ გაქვთ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ასეთი მოლოდინები, არა მხოლოდ 4 ოქტომბერთან, ერთ კონკრეტულ თარიღთან მიმართებაში არ გაქვთ ასეთი რაღაცა აღმატებული მოლოდინები, მაშინ რას ეფუძნება მათი ეს მოლოდინი? ანუ ეს შეკითხვა არ გიჩნდება? ისიც რა, მე შეიძლება ბევრი შეკითხვა მქონდეს და მქონდეს ასევე ჩემი პასუხები ამ საკითხზე. მაგრამ თვითონ ამ თარიღის ორგანიზატორებს ალბათ ისინი არიან ყველაზე შესაბამისი ადამიანები, რომ მათ გეგმებზე მე კი არ ვილაპარაკო, მათ მაგივრად. თვითონ ისაუბრო. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო. ჩვენ ვართ ამ პროტესტის მონაწილეები, ვიქნებით ყველას წარმატებას უსურვებ. ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე გითხარით, რა იქნება, როგორ იქნება გამოჩნდება. მესმის რომ თქვენ ანუ პასუხისმგებლობას აკისრებთ სიცხადესთან, დეტალებთან დაკავშირებით აქციის ორგანიზატორს. რა თქმა უნდა, არა, ეს გასაგებია, მაგრამ აი შეხედეთ მეორეს მხრივ როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე საერთო ოპოზიციური ამომრჩეველი, ხო? ანუ ოპოზიციის მხარდამჭერი, ხელისუფლების მიმართ საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები თუ 4 ოქტომბერს დაანონსებული მოლოდინები არ გამართლდება. ეს ხო საერთოდ საპროტესტო მუხტზე იქონიებს გავლენას და უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გაჩნდება ნიჰილიზმი იმ ხალხში, ვინც აღნიშნავს ხმამაღლა, რომ რაღაცა საპროტესტო მუხტმა იკლო. ეს ხომ თქვენც დაგაზიანებთ? შესაძლოა. ამიტომ მე მინდა ვთქვა შემდეგი. მე პირადად და ჩემი კოლეგებიც თავისუფლების მოედანზე ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ დავასრულოთ ეს მოძალადე რეჟიმი საქართველოში. მაგრამ ჩვენ ვართ მზად ხანგრძლივი ბრძოლისთვის და არ შევეგუებით და არ დავიღლებით მანამ, სანამ ამათ არ გავისტუმრებთ პოლიტიკური დასასრულისკენ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. მე მინდა რომ ეს დამთავრდეს გუშინ წინ და აქამდე. მაგრამ თუ ეს არ მოხდება ხვალ და ზეგ, ეგ არნიშნავს რომ მე ხელებს ჩამოუშვებ და ამ ქვეყნიდან ავიბარგები, ეგრე არ მოხდება. გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე, სანამ პირში სული მიდგას, იმიტომ რომ ამ უსამართლობას არ შევეგუები და მიმაჩნია რომ ყველა ღირსეული მოქალაქის ვალი, არის ვისაც გვინდა გვერქვას მოქალაქე, დღეს ჩუმად კი არ ვიჯდე და სხვებს უყურებდეთ, ყველა რაღაცას ვაკეთებდე და ეს არის ჩემი დამოკიდებულება. სხვებს შეიძლება ქონდეთ სხვანაირი პოზიცია, სხვანაირი ტაქტიკა და სხვანაირი სტრატეგია და კიდევ ერთხელ მივესალმები, წარმატებას უსურვებ ყველას, ვინც გულწრფელად არის ამ ბრძოლაში და იბრძვის და კიდევ ერთხელ განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული მოსაზრებები, მე არ მინდა თარიღის თქმა ვიღარს თulis რომ უკეთესია. ეს არის არა ჩვენი სისუსტე, არამედ ჩვენი ძალა. აქ საქმე რამდენადაც იმ ქმედებებში, რაც შეიძლება ამ დღეს ქუჩაში გამოსვლას მოჰყვეს, არ ვიცი, იქნებიან ეს ამ მოწოდებების ავტორები, ოპოზიციონერები თუ საპროტესტოდ გამოსული ადამიანები.
უბრალოდ ეს მინდოდა რა ამაზე პასუხი მიმეღო. მაგალითად, აი მომისმენი ანი წითლიძე საუბრობდა და სწორედ მის სიტყვებს გავიმეორებ, მან არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია ამ დღეს აქციის მონაწილეების მხრიდან კონდეს ადგილი, არ ვიცი, ბლოკირებას, პიკეტირებას, მზად ხართ ამ ყველაფერში ჩაერთოთ? ბლოკირება, პიკეტირება და კონსტიტუციური უფლებებია ჩვენი რომ ადამიანები წავიდნენ თავისი პროტესტი გამოხატონ სხვადასხვა ფორმით და ასე შემდეგ. ეს არის ადამიანების გარანტირებული უფლებები, რომლის განხორციელებისთვის ვიბრძვით ჩვენ აქ იმისთვის ვიბრძვით, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციის საშუალება. და ამ შემდეგ კონკრეტულ გეგმებზე ჯობია რომ თვითონ ისაუბრონ და ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იქნება რომ თვითონ ისაუბრონ ორგანიზატორები. მე მგონი თქვენთვისაც საინტერესოა, ხო? მე რა თქმა უნდა მექნება კიდევ კონსულტაციები, მსჯელობა, შეხვედრები, მაინტერესებს მართლაც, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უნდა ისაუბრონ თვითონ ორგანიზატორები, მე მათ მაგივრად რა თქმა უნდა ამ პასუხს ვარ გაგცემ. მადლობა ლევან ცუცქირიძეს დავემშვიდობებით, თავისუფლების მოედნის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება, გეტყვით რომ სულ ცოტა ხნის წინ ძალოვანმა უწყებამ განცხადება გაავრცელა ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, თუმცა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩვენს პალეტრინის ეთერში ვხედავდით კადრებს, როდესაც სამართალდამცავების თანდასწრებითაც კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას აქციის მონაწილეების მიმართ ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან და ამ შემთხვევაში, არ ვიცი, ვერ ახერხებდნენ დროულ რეაგირებას თუ არ იყო საკმარისი, ასე ვთქვათ, ცოცხალი ძალა, ამაზე მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება შეფასების გაკეთება, თუმცა პირდაპირ ეთერში, რასაც ვხედავდით, პოლიციის თანხლებით ხდებოდა ფიზიკური ანგარიშწორება აქციის მონაწილეების მისამართით. ნუგზარ ციკლაური კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი, მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აი მომისმინეთ ვერსიები მომხდართან დაკავშირებით, რომ ქართულ ოცნებას იმდენად ეშინია 4 ოქტომბრის აქციის, რომ აწყობს ასეთ პროვოკაციებს, ნუ ყოველ შემთხვევაში არანაირად ხელს არ უშლის ასეთი დაპირისპირების კერების გაჩენას. აი რა შეიძლება ქართულ ოცნებას ეს ყველაფერი აწყობდეს, რა ამით დააშინებს აქციის მონაწილეებს, რომ ბევრი ხალხი აღარ გამოვიდეს 4-ში? მე ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური და მორალური კრიზისი ხელისუფლების, რომელსაც აღარ შეუძლია პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც არის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული, არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა მას არ ესაუბრება და ყველაზე დიდი დისკომფორტი ვისთან შეხვედრისაც აქვს, ეს არის საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი. და ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. რეალურად ის ადამიანები სცემდნენ დღეს არა მხოლოდ პროტესტანტებს, არამედ ყველა საქართველოს მოქალაქეს და ძალიან ცინიკური იყო, რომ კადრებში ჩანდა ეწერა კახკალაძის შტაბზე სიკეთე თბილის, მშვიდობა საქართველოს და აი ამ დაპირების ნაცვლად ხედავდით მისი ოფისიდან როგორ ისროდნენ ბოთლებს, როგორ მოდიოდა სიკეთის მაგივრად ბოროტების ნიაღვარი, როგორ მოდიოდა მშვიდობის მაგივრად ომის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან, ნათელის ნაცვლად ბნელი, ევროპის ნაცვლად რუსეთი. აი ეს იყო ის მართლა ტრაგიკული მოცემულობა, რომელიც პროექცირებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს არის ხალხი, რომელიც გვპირდება ყველაფერ კარგს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე მათგან იღებენ ხელკეთს, დამცირებას, შეურაცხყოფას და მათ გონიათ, რომ ეს თუმცა თქვენი როგორც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მათ შორის და არ მხოლოდ თქვენი მისამართით 13 სექტემბრის აქციის ორგანიზატორების მისამართითაც გვესმის ეს საყვედურები, აი განსაკუთრებით მას შემდეგ რაც არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან, რომ აი ეს დაპირისპირებები, ხელჩართული ფიზიკური შეურაცხყოფა, იერიში ქართული ოცნების მხარდამჭერების, ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ვნახეთ რამდენიმე დღის წინ ხო სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მონაწილეების მისამართით
რა ვიცი, გინება, უწმაწური სიტყვები, ეს ყველაფერი გადადის აქციის მონაწილეების მხრებზე და სად არიან ამ დროს პოლიტიკოსები? რატომ ელოდებით მაგალითად 4 ოქტომბერს, როდესაც აქცია ყოველდღე იმართება? არავინ აი, რით არ პასუხობთ აი ამ ვიღაც პრეტენზიებს? შეიძლება ელოდება 4 ოქტომბერს, მაგრამ საქართველოში პროტესტი დაიწყო გაყალბებული არჩევნების შემდეგ და შემდეგ ამან შეიძინა სრულიად სხვა ძალა, მართლა ცივილიზაციური პროტესტის ძალა, როდესაც ხელისუფლება გამოვიდა და თქვა, რომ მას აღარ სურს ევროპის მიმართულებით საქართველოს სვლა, რითიც უარი თქვა საქართველოს ისტორიულ არჩევანზე. და აი ამის შემდეგ დაიწყო პროტესტი. მას შემდეგ უამრავი თავყრილობა იყო თბილისში, ყოველდღიურად მიმდინარეობს პროტესტი რუსთაველის გამზირზე და შეიძლება ახლა ვიღაც ადამიანი ყველგან და ყოველთვის ვერ იყოს. თუმცა არავინ არ ელოდება ჩემი რწმენით ერთ კონკრეტულ დღეს, იმიტომ რომ საერთოდ მიმაჩნია რომ 13 სექტემბერი მაგალითად რომელიც სულ რაღაც 2 დღეში არის და იქნება დიდი აქცია რუსთაველიდან თავისუფლების მოედნისაკენ 27 სექტემბერი, იგივე 4 ოქტომბერი, რამდენი დროც დავჭირდება ჩვენ. რჩება რომ მე მგონი მარტო ხაბეიშვილს და ატა ბურჭულაძეს აქვს რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინი ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით? თქვენ აი რა ყველა იმ ადამიანის მოსაზრებას, ბატონი პაატ არის ჩემი უფროსი მეგობარი, ჩვენ პატივცემთ ყველა იმ ადამიანის მოსაზრებას და მოქმედებას, რომელიც მიმართული არის ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ. ტაქტიკაში შეიძლება იყოს უამრავი განსხვავება. ამიტომ ცხადია, რომ პასუხისგებლობა არის იმ ადამიანებზე, რომლებიც ნიშნავენ თარიღებს, მაგრამ მე როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც აქამდე ყოფილა პრაქტიკულად ყველა საშუალო აქციაზე და დიდ აქციაზე და არ ვიცი, ლამის შეიძლება ითქვას, რომ ყველა აქციაზე ცხადია, რომ ვიქნები 4 ოქტომბერსაც და რამდენი დროც დაგჭირდება ჩვენ ვიქნებით ყველა იმ თუმცა არც თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რას ეფუძნება ეს მოლოდინები 4 ოქტომბრის გამარჯვებასთან დაკავშირებით. ან პირდაპირ ამბობენ, რომ 5 ოქტომბერს საქართველოს უკვე სხვა ხელისუფლება ეყოლება. ან თქვენ როგორც პოლიტიკოს ბუნებრივია ხომ, უნდა ითხოვდეთ გარკვეულ დასაბუთებას ჩვენ შევხვედრი ვართ ერთმანეთს ბევრჯერ მაგალითად ბატონ მურთაზოდელავად, პატა ბურჭულაძესთან, ბევრ ადამიანთან, რომლებიც არიან ახლა ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერები აი ამ აქციის, გარდა იმისა, რაზეც საუბარი არის მათი მხრიდან ღიად, ხო, სიმართლე გითხრათ, რაიმე ახლა აი კულუარული განსაკუთრებული ინფორმაცია მოსმენილი არ მაქვს. არ ვიცი, შეიძლება მათ აქვს თავიანთი გეგმა, რომელსაც არ ამხელენ, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ისევე როგორც ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც ფორმები რა ფორმებიც მათ აქვთ ჩაფიქრებული 4 ოქტომბრის ჩვენ მიუღებელი არის ახლა არ მჯერა რომ მიუღებელი რამე იქნება, მაგრამ თუ რამე მიუღებელი არის, ცხადია ადამიანი ამაში არ მიიღებს მონაწილეობას, რასაც ჩავთვლით მიუღებლად ჩვენი მორალური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მაგრამ თქვენ სიტყვა გეგმა ახსენეთ. ეს გეგმა დაიწყო 28 ნოემბერს, როდესაც ქართულმა ხალხმა თქვა, რომ არ შეეგუება საქართველოს გარუსებას, არ შეეგუება საქართველოს რაღაც პროირანულ ვექტორს, არ შეეგუება იმ ადგილას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოფნას, სადაც ყვირიან სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი დასავლეთს. აი ეს არის ჩვენი გზა და ამიტომ არის რომ ყოველდღიურად იმართება ეს პროტესტი რუსთაველზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არის დიდი აქციებიც, ეს პროტესტი ვერ შეწყვიტა, ემა, ამის თქმა მინდა, ვერ შეწყვიტა ეს პროტესტი ვერც წვიმამ, ვერც წყალმა, ვერც დარბევამ, ვერც მომწავლმა გაზადმა და რაც ყველაზე მთავარი გამომცდელია. დრომ ვერ შეწყვიტა ეს ეს გასაგებია, მაგრამ თვითონ აი პოლიტიკოსებს დავესესხები მე რომ ვიღაცამ არ დამწამოს ცილი რომ რაღაცნაირად აი ამ პროტესტის მნიშვნელობას ვაკნინებ, თვითონ პოლიტიკური ლიდერები ოპოზიციიდანაც ამბობენ რომ სამწუხაროდ მუხტი საპროტესტო მუხტი განელდა, რიცხობრივად შემცირდნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე აქციაზე გამოდიან და მონაწილეობენ. ამის შეფასებას არ ვთქვათ, უბრალოდ როდესაც საუბრობთ აი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ისე რომ მთელს პასუხისმგებლობას იმაზე თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 4 ოქტომბერს აკისრებთ ამ აქციის ორგანიზატორებს. აი ლევანსაც ვკითხე და თქვენც გეკითხებით. არ ფიქრობთ რომ თუ დაუშვათ არ
გამართლდა ის მოლოდინები, რაც დასახეს ლევან ხაბეიშვილმა, მურთაზ ზოდელავამ, პაატა ბურჭულაძემ და სხვებმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ამან შესაძლებელია ძალიან ნეგატიური გავლენა იქონიოს პროტესტის აქტიურ და პროტესტის პასიურ მონაწილეებს. ქართული ხალხის პროტესტს უდევს გაცილებით დიდი საფუძველი, ვიდრე არის ერთი კონკრეტული მიტინგი, ერთი კონკრეტული თარიღი. აი ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. მე არ მჯერა იმ პოლიტიკოსების, რომელთა თავის მხრივ არ სჯერათ ხალხის. აი თქვენ ბრძანეთ, რომ განელდა პროტესტი, ეს არის საუბარი, როდესაც აღარ სჯერათ ადამიანების, აღარ სჯერათ იმ 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის, აი მართლა ჰეროიკული ბრძოლის და წინააღმდეგობის. ვისაც არ სჯერა ეს მათი ნებარი, მე ნანახი მაქვს. ბატონო გზა უკაცრავად უნდა შეგაწყვეტინოთ, მაგრამ გექნებათ აუცილებლად წაკითხული, რომ თვითონ საპატიმროში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ პროტესტი იქნებოდა მრავალრიცხოვანი, მათ შორის მათზე გამოტანილი საბოლოო განაჩენების დროს. ანუ მათაც აქვს პრეტენზია. დიდი მადლობა. გავიგე, ასეთი არის პროტესტის ბუნება. ახლა კი არა, მხოლოდ საქართველოში. ყველგან და ყველა ქვეყანაში. თქვენ იცით, მაგალითად, პოლონეთის უდიდესი პროტესტი, გდანსკის პროტესტი, რომელსაც შემდგომში პრეზიდენტი ლეხ ვალენსა სახელმძღვანელობდა და უბწყინვალესი წიგნი აქვს მას დაწერილი, აი ამ პროტესტს აღწერს სწორედ, რომ იქნებოდა დიდი აფეთქებები, შემდეგ თითქოს უკუნი ჩამოწვებოდა რამდენიმე ხნით. შემდეგ ისევ დიდი გამოსვლები იქნება, საბოლოოდ ვერ შეაჩერეს, ვერც ერთი ხალხი ვერ შეაჩერეს, ვინც იბრძოდა საკუთარი თავისუფლებისათვის. ეხლა შეიძლება რა თქმა უნდა, მეც და თქვენ სამწუხაროდ გვინდოდეთ, რომ ყოველ დღე 100,000 კაცი იყოს, საქართველოს ყველა მოქალაქემ თქვას, რომ სხვა ყველა საქმეს გადავდებ და მე უნდა გამოვიდე ეხლა აქ. ხო, აი ასეთი კულმინაცია აუცილებლად მოხდება. ოღონდ ჩემი რწმენი, ჩემი მოსაზრებით, ეს კულმინაცია მოხდება მაშინ, როდესაც თავარ საკითხს მიადგება, მთავარ რუბიკონს მიადგება ქართული საზოგადოება. ეს არის ევროპის კარის დაკეტვა, რაც ქართულმა ოცნებამ მოგვიტანა. აი ეს არის ნამდვილი წითელი ხაზი, ნამდვილი რუბიკონი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას, მხოლოდ ამას შეიძლება მოყვეს იმ მასშტაბის საპროტესტო ტალღა, რომელიც მოიტანს ხელისუფლების არის ერთი ასე ცნობილი გამონათქომა, ქარიშხალს განრიგს ვერ დაუწესებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რა თქმა უნდა ეს გამოსვლები იყოს დიდი, მასშტაბური, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხალხის გამოსვლა მოხდება მაშინ, როცა თავარი საკითხი დადგება დღის წესრიგში. ეს უბრალო ამბავი არ არის. ზოგს უნდა ისე წარმოაჩინოს, რომ იცით რა, ვიზას თუ არ ვიღებდით, ადრეც ხო არ ვიღებდით, მივალთ ეხლა და ავიღებთ საელჩოებში და რიგებში ჩავდგებით და აი ასე უნდათ, რომ რაღაც თითქოს და ტექნიკურ საკითხამდე ბოდიში და ჩამოალაბორანტონ აი ეს უმძიმესი პრობლემა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე და ქართული ერის წინაშე დგას. ეს არიან უვიცი, უგუნური ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ თვით ვახტანგ გორგასლის ანდერჩიერტე არ დაუტევოთ ევროპის გზა. ეს არის, რამაც საქართველოს ეროვნული კონსტიტუცია, შინაგანი კონსტიტუცია განსაზღვრა. ეს არის ქართული ხალხის ეროვნული თავგადასავალი სვლა თავისუფალი სამყაროსკენ ქრისტიანული სამყაროსაკენ და ეხლა ვიღაცა რომელიც მოდის აქ და გვეუბნება, რომ იცი რა, ჩვენ უნდა წავიდეთ რაღაცა ანტიდემოკრატიული ირანის მიმართულებით, ან და დამპყრობელი რუსეთის მიმართულებით და დავუკეტოთ ევროპის კარი, რომელიც ღია არის, ხო ვიცით? გაიღო ეს კარი, დადიან ქართველები ევროპაში. ვიცით რა, დადიანო რა ზოგიერთისგან გამიგონია, რომ რა მოხდა, იმას ავიღებთ, ამას ავიღებთ. ვინმე ყოფილა ქუთაისიდან, როგორ მიფრინავენ ეს რეისები. დაკოჟრილ ხელიანი ხალხი არის, სამუშაოდ მიდის ის ხალხი. შეიძლება 5% მიდის მხოლოდ თქვა პარიზის დასათვალიერებლად, ან რომში ჩასასვლელად, ან რომელიმე ევროპულ ქალაქში, მაგრამ ეს არის ხალხი, რომელიც ლუკბაპორს შოულობს თავიანთი ოჯახებისათვის და ამათ უკეტავს ოცნება ევროპის კარს. უკეტავს მათი ოჯახის წევრებს. აქ ხო გააღატაკეს ხალხი და გააუბედურეს. ახლა იმ გზასაც უკეტავენ, რომ ჩავიდნენ განვითარებულ ევროპაში და $1000 გამოუგზავნონ თავიანთ შვილებს. რომ ოცნების და თვითონ თავის შვილებს უდიდესი წარმატებით გზავნიან და თავის მეუღლეებსაც, რომ შვილები გაუჩნდეთ იქაური მოქალაქეობა. ბატონო გზა მივიღე ამაზე პასუხი. 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის თქვენ არ გჯერათ, უფრო ამის შესაძლებლობას. არ მithქვამს ესეთი სიტყვები.
გარწმუნებით რომ ვიცი ეგ სიტყვები და აუცილებლად ვიტყოდი ამის თქმა რომ მდომოდა. მე მჯერა ყოველი დღის, სადაც ქართველი ხალხი გამოდის და გამოხატავს პროტესტს, იცავს თავის ეროვნულ ღირსებას და ღრმად წამს რომ ეს 4 ოქტომბერი ქართული ოცნებაც კი ემზადება 4 ოქტომბრისთვის, აი თუნდაც დღეს გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, სადაც ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრობენ, რომ ისინი გაგდებულები არიან, რომ შემჩნეული არიან ღალატში, თანამშრომლობაში რადიკალურ ოპოზიციასთან და არ გამორიცხავენ რომ გამოიწვია ეს რყევები. აი რამ გამოიწვია რომ ეხლა უკვე თავის თანაგუნდელებს ღარიბაშვილს, გომელაურს, ყველას ხო ცხადია ვიზეც ლაპარაკობენ. უშიშროების უფროს ყოფილს ხო რომ ისინი გაგდებულები არიან. ღარიბაშვილს, გომელაურს და ნილუაშვილს ადანაშაულებენ. რამ გამოიწვია ის საბედისწერო გასროლა საგარეჯოში? რიჟუაძესთან დაკავშირებული გასროლა, რომელზეც იმდენი ზღაპარი მოგვითხრეს ახლა, რომ თვითონვე გაიბლანდნენ იმ თავიანთ ტყუილების ლაბირინთებში. ვინ ესროლა, თვითონ ისროლა, კაცმა არ იცის. ამბობდნენ, რომ აი ნახავთ თქვენ ვიდეო ჩანაწერებს და ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდება. დღეს გამოგვიცხადეს სხვათა შორის, რომ იმ ვიდეო ჩანაწერებში არც იარაღი ჩანს და არც სხვა არაფერი. აი ესეთი ამბავი არ და ეს გამოიწვია ქართული ხალხის პროტესტმა, შეუგუებლობამ. აი ვაჯებშაველა ამბობს, ბილწს არ შავეკრი ზავითა. ქართულმა ხალხმა აი ამ ბილწებს მართლა უთხრა, რომ არ შეეკრება ზავი და ეს შინაგანი დუღილი, შინაგანი განხეთქილება ერთმანეთის დაჭმა მომდინარეობს აქედან, იმიტომ რომ იქაც ხედავენ, რომ ამათ მომავალი აღარ აქვს. ბატონო გზა, რა კავშირი შეიძლება ქონ თუ თქვენ ამბობთ, რომ ანუ უპირობოთ ქართული ოცნების ლიდერების დღევანდელ განცხადებებში იგულისხმებოდა სწორედ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, თუმცა სახელები და გვარები მათ არ დაუსახელებიათ. რა კავშირი შეიძლება ქონდეს ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პროტესტთან? ვერ გეტყვით ამას ნამდვილად, არის თუ არა ეს კავშირი. ამაზეც არაფერი არ შემიძლია გითხრათ, უბრალოდ ქართულ ოცნებას ეშინია, იმიტომ რომ ეს ხალხი არის ძირითადად ძალიან დიდი ფინანსური რესურსების მფლობელი ხალხი, სხვადასხვა კონტაქტების ხალხი, ინფორმაციის მატარებელი ხალხი. თუ არა ეს ადამიანები თქვენ არაფერი ხსმენია? არა, ნამდვილად უბრალოდ ესენი იყვნენ ძალიან გავლენიანი ადამიანები, ხო, როგორც ღარიბაშვილი, ასევე სუსის უფროსი, რომელიც უამრავ ინფორმაციას ფლობს კორუფციაზე, სხვადასხვა ამბებზე და ამიტომ მათი შიში არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ასეთი გაყრა, მათივე სიტყვები რო ვიხმარო და გამოგდება იქიდან დამცირება და შეურაცხყოფა შეიძლება გახდეს საფუძველი იმისათვის, რომ მათ აი ეს ინფორმაცია გაასაჯარონ. ეს არის უმძიმესი რამ. ყველა დიქტატურაში იწყება ესეთი კრიზისი. როდესაც მათ აქვს სახელისუფლება, მორალური და პოლიტიკური კრიზისი, გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომელთაც გამოაქვთ ინფორმაცია, რომლებიც ცდილობენ რომ დისტანცირდნენ ასეთი რეჟიმისაგან და აი ამას გავდივართ. ოპოზიციის ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ ხელს აძლევს მათ მხარეს ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების დეზინტეგრაცია ქართულ ოცნებაში. დეზინტეგრაცია დიქტატორულ ცისხლიან რეჟიმში. რა თქმა უნდა, ხელს აძლევს ქართულ ხალხს, არა მხოლოდ ოპოზიციას, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა რა არის? არა ლიტონის სიტყვები, როგორც კალაძის შტაბზე აწერია, რომ მშვიდობა და სიკეთე. არამედ ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანია, რომ თან მივიდეთ ევროპის კართან, თან გავხდეთ ცივილიზებული და დაცული სამყაროს წევრები, მაგრამ თან ეს გავაკეთოთ ისე, რომ აქ არ მოხდეს რაღაცა ტრაგიკული კოლიზია ქართული ხალხსა და აი ამ დიქტატორულ რეჟიმს შორის, რომ არ მოხდეს რაღაცა დაზიანება ადამიანების, შეჯახებები ქუჩებში. აი ეს არის ახლა ჩვენი მიზანი, ხოლო ქართული ოცნების მიზანი რაც არის დღეს კარგად ვნახეთ, ხო? სირცხვილი არის მართლა კახი კალაძის სირცხვილიც არის, რომ მისი შტაბიდან სიტყვის მაგივრად, დაპირების მაგივრად, უკეთესი ხვალინდელი დღის შესახებ საუბრის, მაგრამ დედის გინება მოდის, ბოთლების როლ და ქვების როლ და საკუთარი მოქალაქეებისათვის. ერთი რამე მინდა ვთქვა, არავის არ მოუგია ომი საკუთარ ხალხთან. ვერც ივანიშვილი მოიგებს ბრძოლას ქართულ ხალხთან, ამისი ღრმარწმენა მაქვს და ეხლა მთავარი არის, იცით, ნათქვამი არის, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებით არის მოფენილი. ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აი მაინც და მაინც დღეს დადგა ის დრო, ხვალ დადგა და აი ამის გამო შეიძლება ჩვენ
დიდ პროვოკაციას შევეყაროთ ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ შვიდობიანად ხელისუფლება საუბრობს უკვე ხელისუფლების მომხრეები უფრო სწორედ რომ ხელოვნურად ძაბავს უკვე ოპოზიცია ვითარებას ემზადება უნიკალური პროტესტი. ერთი წლის განმავლობაში არც ერთი შუშა, არც ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, არც ერთი შუშა არ ჩატეხილა. ეს არის უნიკალური პროტესტი ამ თვალსაზრისით შვიდობიანობის თვალსაზრისით და ერთი წელია ისე გრძელდება, რომ ადამიანები არ ვიცი რაღაცას შეძახილები არის, პროტესტი არის, დროშები არის, სიმღერები არის, არ ვიცი, ყველაფერი არის, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიულ ჩარჩოში. ხოლო რას წარმოადგენს ხელისუფლება? ნახეთ იმ რობოკოპების სახით, ნახეთ აი ამ რაღაც ტიტუშკების თუ არ ვიცი სხვა რაღაცა გასამხედროებული ფორმირებების სახით. მაგრამ ჩვენი ამოცანა არის, შემთხვევით არ ვიმეორებ კიდევ ერთხელ სიტყვა მშვიდობას. მშვიდობიანად, პრინციპულად, დაუღალავად მივყვეთ იმ გზას, რომელმაც მოგვიტანა ქართული ოცნების სრული იზოლაცია მთელი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ის რომ მათ არჩევნებს აღარ ქვია არჩევნები, ის რომ მათ პარლამენტს არ ქვია პარლამენტი, ის რომ მათ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ქვია პარლამენტი. ორი რამ დგას ახლა აი ამ ორთაბრძოლის ველზე. ერთ მხარეს არის ეს კორუმპირებული სისტემა ქართული ოცნების, რომელსაც რა ვიცი სისხლმოწყურებული, მეორე მხარეს დგას თავისუფლების ადეპტი ქართული ხალხი. გაიმარჯვებთ ჩვენი ხალხი და ამის მოწმე ძალიან მალე ჩვენ ყველანი. მადლობა კოალიციას ცვლილებების ერთ-ერთ ლიდერ ნუგზარ ციკლაურს უსვენდით აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან მართავდნენ აქციას რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. სალომე ჯაფარიძე უნდა შემოგვიერთდეს, ახლა ის იმყოფება სწორედ აქციის მონაწილეებთან და გვეტყვის ბოლო ცნობების შესახებ. აიმა დავიწყოთ პირველ რიგში ქრონოლოგიურად პალტრანოს მაყურებელმა ნახა პირდაპირ ეთერში რა ხდებოდა მალიქიშვილის გამზირზე იმ ტერიტორიაზე, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა კახაკალაძეს თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი. იქ როგორც წესი ბოლო 3-4 დღეა აქციის მონაწილეები მიდიან ხოლმე და საკუთარი შეძახილებით აფიქსირებენ პროტესტს და ეს პროტესტი ძალიან კარგად ვიცით, საიდანაც მოდის ხოლმე როგორც წესი და ამ შემთხვევაში დღეს იყო გამონაკლის შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ათეულობით ადამიანი ამ შემთხვევაში თავდაპირველად მაშინვე მივიდა ადგილზე, დაახლოებით 3 ავტომობილებით იყვნენ ეს ადამიანები მობილიზებულები და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად, თუმცა მალევე გამოჩნდა იქ სამართალდამცავი უწყება, განმუხტა სიტუაცია, მაგრამ ამით არ დასრულებულა ეს ყველაფერი, რადგან ნახეთ მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლები, რომლებიც იდენტიფიცირებადებიც კი იყვნენ, რადგან ეცვათ სპეციალური მაისურები, რომლებიც ჯერ ბოთლებს ისროდნენ დემონსტრანტების მიმართულებით, შემდეგ კი მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ჰქონდა სამართალდამცავ უწყებას, რომ ცოცხალი კორდონი ჯაჭვი განეთავსებინა მოქალაქეებსა და აღნიშნულ ადამიანებს შორის, მაინც მოახერხეს ამ კორდონის გარღვევა და შემდეგ უკვე ნახეთ, რომ საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო ფიზიკური ანგარიშწორება. სულ რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი აქციის მონაწილე, რომელზეც ამბობენ აქციის მონაწილეები, რომ არის უნგრელი ჟურნალისტი, საკმაოდ დაშავდა ამ დაპირისპირების დროს და ის გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო ავტომობილმა და მოდით ლუკა ჭოხონოლიძესთან გადავა მოძრაობა ნაბიჯის წარმომადგენელია ჩვენს პირდაპირ ეთერში. ლუკა, რა ხდებოდა პირველ რიგში, რა ნახეთ და როგორ აფასებთ იმ მოვლენებს, რაც ვითარდებოდა მელიქიშვილის კანდიდატი? მივესალმები ტელემაყურებელს. რა ვნახეთ და ვნახეთ კლასობრივი კრებითი ქართული ოცნება, ხო? რაზეც დარჩა ეს, ხო, გვინახავს წარსულში როგორ იქცევა ხელისუფლება ბოლო ჟამს, როცა ხალხის სიმრავლის ეშინია. ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების შპანა, არ შემდგარი ძველი ბიჭები, არ შემდგარი ქუჩის ბიჭები და კახიკალაძეს აქვს მთელი საარჩევნო კამპანია, მთელი გუნდი მათ შორის საკრებულოს დაკომპლექტებული აქვს ასეთი ახალგაზრდებით. მათ შორის ბექა მენთეშაშვილის გარემოცვა, რომელიც ცნობილია ეს ადამიანი, რომელიც აგზავნიდა საკუთარ შპანას ახალგაზრდებთან, გულწრფელ ახალგაზრდებთან, რომ ეცემათ შეეგინებინათ. ხო, მოხვდათ ჩვენებს ნამდვილად, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ იმედაც არ დაკლებია და არც დააკლდებათ უახლოეს დღეებში. უნდა მოემზადოთ ხალხო მასობრივი მობილიზაციისთვის. თუ ვიდგებით ესე 50 კაცი, 60 კაცი გასაგებია, ვიჭუბებთ ხელსაც მოვიქნევთ და როგორც ეკუთვნით ისე მოვექცევით. თუმცა
თუმცა თუ არ იყო ხალხის სიმრავლე დღეს ესენი ცოტანი იყვნენ მაგრამ ხვალ და ზეგ ეს სიტუაცია უფრო და უფრო გამწვავდება და მართლა სადაც ვიწროა იქ გაწყდეს ხო უნდა მოემზადოთ მასობრივი მობილიზაციის უნდა ჩამოვიდეს რეგიონები ხო რიგი უნდა იყოს თბილისის შემოსასვლელთან ხო ვერ უნდა აუდიოდეს პოლიცია იმდენი ხალხი უნდა იყოს გამოსული და ასეც იქნება მე წამს მე მჯერა ჩვენი ერის მე მჯერა ჩვენი ხალხის მე მჯერა ქართული ხასიათის მე მჯერა იმ ხასიათის რომელსაც ბიზნე ივანიშვილი ვერასდროს ვერ გაიგებს იმიტომ რომ აქ არა გულში არ უდევს ეს ხასიათი არ არის ქართველი ბიზნე ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის ქართველობას არ წავართოვინებთ გამორიცხულია ღმერთი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს პაროლი. მადლობა უსმენთ ლუკა ჭოხონალიძეს რომელიც როგორც გითხარით არის მოძრაობა ნაბიჯის წევრი განახებთ ახლა შედარებით სიმშვიდე არის სტაბილურია ვითარება განახებთ რა ხდება რუსთაველის გამზირზე კვლავ გადაკეტილია და პრინციპში თანამშრომლობა მოვიდოდა ამ ადგილამდე მაშინაც გადაკეტილი იყო ეს ტერიტორია და აქვე ჩვენ ბუნებრივად საუბრებით აქციის მონაწილეებს ოპოზიციურ პარტიებს და ისინი ამბობენ რომ შესაძლებელია მსგავსი დაპირისპირების და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდეს ვითარება და მოხდეს სხვადასხვა სახის კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება მათ შორის ფიზიკური ყოველ შემთხვევაში ამის მზაობას უკვე გამოხატავენ აქციის მონაწილეები ჯერჯერობით აქ როგორც ხედა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ იმყოფებიან როგორც წესი აქ არიან ხოლმე შეკრებილები არიან აქციის მონაწილეები თუმცა ბუნებრივია რომ მოვლენ ასევე აქ ოპოზიციური პარტიების წევრები და დიდი ალბათობით გაჟღერდება განცხადებებიც ერთი რაც შეგვიძლია ახლა დაზუსტებით თქვათ აქციის მონაწილეები ემზადებიან 4 ოქტომბრისთვის და ამბობენ რომ 4 ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი თარიღი როდესაც უკვე გამოჩნდება თუ რა სურთ საქართველოს მოქალაქეებს და იმ დაპირისპირებასაც რაც ნახეთ უკავშირებენ სწორედ ქართული ოცნების შიშს ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე არის სიმშვიდე სალომე ჯაფარიძეს რომელიც გვიყვებოდა იმ დაპირისპირების შესახებ რომელსაც ადგილი ჰქონდა ქართული ოცნების უბრალოდ ქართული ოცნების მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან რეკლამის შემდეგ თეუნა აკუბარდია ვიქტორ ყიფიანი შემოგვიერთდებიან გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მელიქიშვილის გამზირზე. აქციის მონაწილეებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ვითარება განიმუხტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპოლიციო კორდონები გამოჩნდნენ. თუმცა მათაც დრო დაჭირდათ იმისათვის, რომ სრულად განემუხტათ სიტუაცია. საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები საპოლიციო კორდონს მსვლელობით მოერიდებინა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან არიან დაშავებულებიც, ანუ ფიზიკური დაზიანებები აქვთ მათ მიყენებული. და სწორედ ამ თემით დავიწყებ, რა თქმა უნდა, საუბარს ჩემს სტუმართან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოს თეუნა აკუბარდია. ჩემი გადაცემის სტუმარი თეუნა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მქონდა ასეთი შეკითხვა, რომ ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ 4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, იმიტომ რომ ეს 4 ოქტომბერი ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, მოგწონს თუ არ მოგწონთ, არის გამოცხადებული როგორც ადგილობრივი არჩევნების თარიღი, ვიღაცისთვის ეს არჩევნო ბრძოლის თარიღია, ვიღაცისთვის დაანონსებული მშვიდობიანი რევოლუციის დღე. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ შესაძლებელია ესეთ დაპირისპირების კერები სულ უფრო მომრავლდეს 4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად? დიახ, ის რასაც ჩვენ ხედავთ დღეს და ამ დღეებში რასაც ხედავდით, აი ეს რაღაცა ძალმომრეობა, მე ვფიქრობ, არის ძალის დემონსტრირება ქართული ოცნების მხრიდან, სწორედ 4 ოქტომბერთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კალაძე ამბობს, რომ არც არაფერს არ ეშინიათ, მე ვფიქრობ, რომ შიში ჩანს და ეს შიში ერთის მხრივ უკავშირდება თვითონ ქართული ოცნების შიგნით არსებულ დაპირისპირებას გაგდებულებსა და მოქმედებს შორის, როგორც დღეს ითქვა, ასევე მათ შორის იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც არსად არ წასულა და თქვენ ხედავთ რუსთაველზე, ისე როგორც მელიქიშვილზე კიდევ უფრო
იმატებს ეს წინააღმდეგობა და პროტესტი, მათ შორის იმ საერთაშორისო ვითარებას, რომელიც ქვეყნის ირგვლივ საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს მასში, როდესაც რეგიონიდან რუსეთი არის გაძევებული ფაქტობრივად და ჩვენ ერთ-ერთი ვrჩებით რუსულ ორბიტაზე და დასავლეთთან ვერაფრით ვერ დაალაგა ივანიშვილმა ვერანაირი ურთიერთობა და სავარაუდოდ ვხედავთ რომ ვერც დაალაგებს და მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე, რომელიც თავად ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა გამომდინარე იმ შეუსრულებელი წინაპირობებისა, რომელზეც თავად ბრიუსელი საუბრობს უკვე. ამიტომ ეს საფრთხე რეჟიმს აქვს და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, დღეს ეს არის ძალის დემონსტრირება იმისთვის, რომ გარკვეულწილად შეაშინონ კიდევ უფრო მეტად ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოსვლიათ ეს წარმატებულად და მათ ვერ შეძლეს წინააღმდეგობის კერების შეიძლება უკავშირდებოდეს მათ ყოფილ თანაგუნდელებზე აი ასეთი უხეში ფორმით საუბარი, იმიტომ რომ აქამდე ჩვენ შემოგთავაზეს ვერსია, რომ ეს ადამიანები არავის გაუგდია, მადლობით წავიდნენ ჯილდოებით, ღირსების მათ შორის. ნებით, იმიტომ რომ რა ვიცი, ზოგს ოჯახში მეტი დროის გატარება უნდოდა და ზოგი კერძო სექტორში უფრო ხედავდა საკუთარ თავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საინტერესო, ახლა იგივე ვაჭრობის სტატისტიკის მოყვანა დღეს ირაკლი კობახიძე გამოდის, რომ ესე იგი გომილაური ან ჩართული იყო ნარკოვაჭრობაში, ან უბრალოდ თვალს ხუჭავდა, ან უბრალოდ წამოწოლილი იყო და არაფერს არ აკეთებდა და აგერ გეკა გელაძე, რომელსაც დღეს გენერლის წოდება მიანიჭა ყაბალაშვილმა, არის კაცი, რომელმაც ის პრობლემა მოაგვარა, რომელსაც თავის დროზე ლაპარაკობდით, ამბობდნენ, რომ პრობლემა არ იყო და რაღაცას ვიგონებდით. ამას უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება, არა თუ ირიბად ფაქტორად პირდაპირ თქვა, რომ თუ 57 ადამიანი არის დაკავებული ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობაში, ისევე როგორც ნარკოვაჭრობასთან, მაშინ იყო 2, ხო? ხო, ანუ ეს გამოდის, რომ ესე იგი ის წინა, ასე რომ ვთქვათ, მთავრობის წევრები, რომლებიც არიან სანქცირებულები გომელაურის შემთხვევაში, რომელსაც მათ შორის ღია ადამიანის უფლებების დარღვევისთვის აქვს სერიოზული შეზღუდვები მთელი ცხოვრებით და თითქოს დააჯილდოვეს. აი ხა ვიხსენებდი ტერმინს, მიშვებული იყო ყველაფერი ამბობს კობახიძე, რომელიც იყო ქართული ოსნების თავმჯდომარე და მათ შორის პრემიერ-მინისტრი, როდესაც ისინი იყვნენ მინისტრები. ამიტომ ეს დაპირისპირება ძალიან ხელის გულზე ჩანს და ჩანს რომ ახლა არის აქ დროის მოგების საკითხი, ვინ ვის დაასწრებს. ან ირაკლი კობახიძე დაიჭერს ამათ და უკვე ამის ჩაფენა მოხდა ერთის მხრივ, რომ ჯუანჩერ ბურჭულაძის მოადგილეები დააკავეს, იქ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დააკავეს, კორუფციაზე არის ლაპარაკი, რომ იმათ დროს ფული კეთდებოდა და ეხლა ესენი არ აკეთებენ და ან ამ შემთხვევაში გარკვეულწილად იქნება კობახიძის წინააღმდეგ ქმედებები რა სახის, ან თქვენს გაქვთ ამის მოლოდინი, რომ შესაძლებელია რა ვერსიაც შემოგთავაზეს, შესაძლებელია ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ. აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა, გაუმაგრო ზურგი და 4 ოქტომბრის აქციაზე ვიხილოთ, ეხლა ჩვენ ხაბეიშვილთან, ბურჭულაძესთან ერთად გომელაური, ლილუაშვილი და გომელაურს და ლილუაშვილს არ ვიხილავთ და არც ღარიბაშვილს არ ვიხილავთ, თუმცა ირიბად რა შეიძლება მოხდეს, ამას დიდი ინტერესით ველოდები მე სიმართლე გითხრათ. არ ვიცი, მათ შორის ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი არის ეს ადამიანები, განსაკუთრებით ბატონი ლილუაშვილი, ხო? და ეხლა არ მგონია რომ დაამწყება მამუკა მდინარაძეს ლეიტენანტის წოდებით რაიმე უპირატესობა გქონდეს ბატონ ლილუაშვილზე. ამიტომ ეს შიდა ბრძოლა, რომელზეც ირაკლი კობახიძე თავად ღიად მიანიშნებს, არ ფიქრობ რომ ისე ადვილად დასრულდეს, როგორცაც ეს ალბათ ის ვარაუდობს. ყოველ შემთხვევაში მე ეს ჩემი ვარაუდი მინდა გაგზავნოთ არანაირი ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგრამ პროცესები არ იქნება მარტივი და არ იქნება ირაკლი კობახიძისთვის მათ შორის მარტივი. შესაბამისად, რთული პერიოდი გველის ეს ახალი სეზონი ძალიან რთულად დაიწყო და დაიწყო ირაკლი კობახიძემ, არა მხოლოდ იმ ღალატის კომისიის მიღებით ერთპარტიული პარლამენტის მხრიდან, რითიც საკუთარ ქვეყანას უკვე სამართლებრივადაც მათი სიტყვებით დააბრალეს ომის დაწყება, რითიც საქმე გაუკეთეს ღია და ერთის მხრივ მარიონეტულ რეჟიმს, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის და მეორე მხრივ კრემლს, იმიტომ რომ ერთ-ერთი იგივე ენით საუბრობს პუტინი და ირაკლი კობახიძე და ქალბატონი თეოწოლოგიანი და თეონავთ თქვენი ვერსია ვარაუდი, იმიტომ რომ ხო შეიძლება პოლიტიკური ასე ვთქვათ,
ლოგიკიდან გამომდინარე, ანუ არჩევნებამდე იყო მოსაზრებები და ვფიქრობ, რომ არჩევნების თარიღით სრულდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დაიჭერენ გომელაურს ლილუაშვილს, ღარიბაშვილს. არა, არჩევნებამდე მეც არ ვფიქრობ, რომ რაიმე იყოს თეორიულად ვჟელობ ახლა ამაზე, მაგრამ არ ვიცი, მაგრამ მეორე საკითხი არის არა მხოლოდ 4 ოქტომბრის არჩევნები, არამედ მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე, რომლითაც ვფიქრობ ყველაზე მეტად ეშინია ქართველებსაც მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს უვიზო რეჟიმი შეჩერდეს და სრულიად მათი პასუხისმგებლობა იქნება ეს რომ ესე მოხდეს, შეიძლება ეს ადამიანები ქართული ოცნების გამოვიდნენ პოლიტიკური კულისებიდან. ჯერ კიდევ აჯერებენ, რომ არ გაგვიუქმებენ უვიზო რეჟიმს, არ მიდიან რუსეთისკენ და მიდიან ევროპისკენ. ახლა მე დღეს უყურებდი პროპაგანდისტულ არხებზე, პოსტივიზე და იმედზე, მთელი ახალი რუბრიკებია გაკეთებული ბნელ მხარეებზე და ბოროტ მხარეებზე ევროპის და თან გამოდიან ესენი და ღიად ატყუებენ და თურმე ევროპაში ოღონდ კარგ ევროპაში და არა ესეთ ევროპაში უნდათ და რაღაცა ეს კარის ფილოსოფოსი შათირიშვილი რაღაცა ბოდობს ახლა გერმანიის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და მთლიანად ბარდებიან რუსეთს ამ პირობებში. ამიტომ ეს პროპაგანდის ტალღაც უკავშირდება გარკვეულ შიშებს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა და ბუნებრივი პროტესტი გარკვეულწილად შეზღუდონ და ამისთვის მზადება ვფიქრობ, რომ მიმდინარეობს მათ შორის ოცნების რეჟიმის პროპაგანდის მხრიდან შესაბამისად და რთული პერიოდი გველის მე არ ვიცი ეს შეიძლება იყოს დეკემბრამდე, შეიძლება იყოს უფრო ადრეს და ისინი ახლა ცდილობენ აი იმ სისუსტეებით, რომელიც კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს თვითონ ოცნების შიგნით, რომ მაქსიმალურად ძალის დემონსტრირება აშენონ და იმათ შორის აი ამ ძალიან მძიმე კადრებით გვანახონ, რომ ქვეყანაში მშვიდობა არ არის და ვერ იქნება, იმიტომ რომ თავად ქართული ოცნება არის დღეს ომის პარტია და თავად ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში ის მშვიდობა არ იყოს, რომელიც ყველაზე მეტად დღეს გვჭირდება გამომდინარე იმ საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტიდან, რომელიც მიმდინარეობს გინდა ჩვენ რეგიონში და გინდა მათ შორის შავი ზღვის ფართე რეგიონში. ხო, ძალიან საინტერესოა თქვენი პოზიცია და თქვენი შეფასება, როგორ ხდება ამ მოცემულობას ოპოზიციური ფლანგი, სულ ცოტა ხნის წინ თქვენ საჯაროდ გააკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ აგრძელებთ დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას, ის ნიშნავს იმას, რომ გახარიას პარტია, გახარია საქართველოსთვის თქვენ დატოვეთ, ბუნებრივია გაჩნდა მოსაზრება, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია გარკვეულწილად გავლენა იქონია, მათ შორის მისმა სკანდალურმა ინტერვიუმ, უბრალოდ კი აი ამ ინტერვიუს დროს გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადება, რომელსაც ის საუბრობს, რომ შეცდომა იყო საპარლამენტო მანდატების დატოვება და არც გამორიცხავს თუ პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა, შესაძლებელია ბოიკოტის პოლიტიკური ბოიკოტის ფორმა შეიცვალოს. ემა მე თქვენ იცით რომ გახარია საქართველოს გუნდს და არა პარტიას კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეუერთი წინა საარჩევნოდ ავიღე მანდატი პარტიული სიიდან გამომდინარე თუმცა მე მანდატი არ ამიღია პარლამენტის იმიტომ რომ ჩემი პირადი პოზიცია იყო ის რომ თავარი მიზანი არა 12,000 ლარიანი ხელფასიან პარლამენტში და არამედ იყო ის რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დაგვებრუნებინა რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა წაგვართვა და ნოემბრის მერე აბსოლუტურად წარმოუდგენელია მაშინ რაც ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თუ შეჩერება მე ვფიქრობ უარი და შემდგომ პოლიტპატიმრები და ის რეპრესიები რომელიც იყო ამიტომ აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია სიმართლე გითხრათ რაიმე თეორიული დაშვებაც კი ამ ერთპარტიულ პარლამენტში შესulis და სოზარ სუბარის მაგვარი ოპოზიციის ფორმის მიღების იმიტომ რომ დღეს სოზარ სუბარის თითქოს ოპოზიცია პარლამენტში და ის ერთწლიანი ბრძოლა რომელიც ჩვენ ყველამ გავიარეთ ერთად იყო ამ შემთხვევაში გამარჯვება ამ შემთხვევაში ამ ერთ წელს მანძილზე იყო ის რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ იქნა და ამაზე ხაზგასმას მე ვფიქრობ რომ თვითკოლობა იქნება როგორც პოლიტიკური და ასევე პიროვნული შესაბამისად მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი ან პოლიცსაბჭო თუმცა ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი და კატეგორიულად მიუღებელი ისევე როგორც ეს გათიშული პოზიცია რომელსაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ ფრონტზე ხო 4 ბლოკი თუ პარტია რომელმაც ამ არჩევნებში გაიმარჯვა და მიიღო მანდატები და ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ სადღაც თებერვლამდე ძალიან კარგად მიდიოდა, ასე რომ ვთქვათ, კოორდინაციის პროცესი, რომელიც იყო, იქნებოდა ეს მთავარი მეთხოვნების კუთხით, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შემდგომ წავიდა ის დაპირისპირება
რომელიც ძალიან მდარე დონეზე ახლა დღესაც მიმდინარეობს და მე არ ვფიქრობ რომ ამით საქართველოს საქმე კეთდება მე ვფიქრობ რომ გარკვეულწილად ირიბად ეს ყველაფერი ეხმარება ბიძინა ივანიშვილს თუმცა ისე მინდა გავაგზავნო გახარიას მაინც არ უთქვამს გადაჭრით რომ არა არ უთქვამს თუმცა თეორიულად გადაწყვეტილების შესახებ ოქტომბრის შემდგომ ისაუბრა და ჩემთვის თეორიაში წარმოუდგენელია ეს ყველაფერი აი რა უნდა მოხდეს ისეთი რომ ამ პარლამენტს ეხლა რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს მსგავსი პოზიცია მისგან აი ამ ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ნამდვილად არ ყოფილა იქამდე სალამ მე ვიყავი აქტიურად ჩართული არ ყოფილა არც მოგისმენიათ რომ აი შეიძლება არ უნდა დაგვეტოვებინა საპარლამენტო მანდატები ხა მანდატებთან დაკავშირებით შესაძლებელია განსხვავებული პოზიციები ყოფილიყო ეხლა ჩვენ მანდატიზე უარი არ გვითქვამთ თავად რეჟიმმა გაგვიჩერა მანდატი მე სიმართლე გითხრათ ბოიკოტშიც არ ყოფილა ბოიკოტი ნიშნავს როდესაც შედიხარ მანდატს იღებ და ამბობ რომ პოლიტიკურ ბოიკოტში გამოდიხარ არჩევს უარ არც მანდატი არ მიღე არც ხელფასი არ ამიღე და თქვი რომ უბრალოდ არ ვცნობ ამ პარლამენტს და შესაბამისად განსხვავებით თქვენი თანაპარტიელებისგან არა მე ვფიქრობ რომ ჩვენ გქონდა ეს პოზიცია და ეს საჯარო პოზიცია იყო შესაბამისად შესაძლებელია ყოფილიყო განხილვა ამასთან დაკავშირებით რომ მანდატების შენარჩუნება იმ ფორმით რა ფორმითაც ჩვენ გქონდა ეს სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ქონოდათ ოღონდ საუბარია ნოემბრამდე და არა ნოემბრის შემდგომ და ზოგადად ხედვა ყოფილიყო ერთიანი მაგრამ ეხლა აი ამ ერთი წლის თავზე როდესაც ამდენი უკანონო პატიმარია პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან ციხეში მზია ამაღლობელი მათ შორის ინდისის პატიმრები სრულიად უკანონო და უსამართლოდ არიან ციხეში როდესაც არავინ არ ელაპარაკება ბიძინა ივანიშვილს მათ შორის თქვენ ხედავთ რომ რეგიონის ამბებსაც კი იგებს ტელევიზიიდან და გაზეთიდან იმ დონეზე არსად აღარ არის საქართველოს აი მითარებაში მე არ ვიცი დაშვება თეორიულად თუნდაც ძველობისას რა უნდა იყოს ისეთი რის გამოც შესაძლებელია ეს დაშვება გააკეთო ამიტომ ეს სწორედ აი ეს მიზეზების განსაკუთრებულად გამოყენებელი იყო და მე არ ვიცი შესაძლებელია რაღაცა ბოლომდე ვერ თქვა მაგრამ ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და მე ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო რომ სოზარ სუბარის ნაცვლა დარად არ იქნება ოპოზიციის სახელით რაიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში რომ ამ პარლამენტში აქვს სხვა არავინ არ არის მხოლოდ საქართველოს 12 აღიარებული მანდატია მაგრამ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება როგორც გიორგი თქვა იქნება პოლიცსაბჭოს მხრიდან მიღებული თუ იქნება და მე ძალიან მინდა იმედი ვიქონიო რომ არ მოხდება საერთოდ ამ გადაწყვეტილების იმგვარად მიღება რაც საფრთხეს შეუქმნის იმ გამარჯვებას რომელიც ჩვენ გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ აქ რეალურად გვაქვს საფრთხე სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის რაც შეიძლება ეს ყველაფერი იყოს გარკვეული გეგმის ნაწილი აი არის მოლაპარაკების რატო იცით აი სწორედ იმიტომ რომ ბოლომდე არაფერი არ ვიყავი ჩართული პარტიულ საქმიანობაში თქვენ იცით ისე როგორც პარტიის წევრი არ გახდით თუმცა მე როდესაც შევედი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში წინა საარჩევნო თქვენ იცით რომ მე ვმუშაობ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე დეოკუპაციაზე ნატოსა და ევროკავშირში წევრობაზე თავდაცვაზე შესაბამისად აი ამ ვითარებაში აბსოლუტურად ვეღარ ხედავ მე იმ როლს რაც აქამდე მქონდა და როდესაც გეუბნებით რომ საფრთხე იმ შემთხვევაში თუ გადატეხა ივანიშვილმა წინააღმდეგობა და სრულიად გაანადგურა პოლიტიკური ველი ასე თუ ისე არსებობს იმის რომ ისინი მათ მოუწევთ ან წავლენ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზე მე ვფიქრობ რომ საფრთხე არის საკმაოდ რეალური და ამ საფრთხის წინაშე მე ვფიქრობ რომ პარტიულად არ უნდა დავდგეთ და ერთად უნდა დავდგეთ და იმიტომ რომ ასეთი სურათია მე რესურს აი მაშინ როდესაც ორი ოპოზიცია რესურს ადამიანებში მე არ ვსაუბრობ პარტიებზე მე ვხედავ ადამიანებში რომლებთანაც ადამიანებისგან შედგება მაგრამ პოლიტიკური პარტიების ლიდერების უმეტესობა არიან დღეს ციხეში გიორგი გახარია არის ბერლინში შესაბამისად ეხლა ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ პარტიების აქ არის საზოგადოების დღეს ივანიშვილი უპირისპირდება საკუთარ ხალხს შესაბამისად ის რაც მე შემიძლია ეხლა აი ამ როლიდან ეს არის კომუნიკაცია და გარკვეულწილად იმ ადამიანებთან ერთად წინააღმდეგობის გაწევა რომელთანაც მათ შორის შესაბამისი პროფესიული ურთიერთობა მაქვს და გავაგრძელებ რა თქმა უნდა ბრძოლას დეოკუპაციის
მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს ქვეყანას უქმნის და დამარცხებულად იმ შემთხვევაში, თუ მათ გადატახეს ეს წინააღმდეგობა, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს, მით უფრო მე არ ვფიქრობ, რომ წოლუკიანის ღალატის კომისიის მიზანი იყო ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხოლოდ დაკავება ან მიხეილ სააკაშვილის როლის წარმოჩინება როგორც ომის დამწყების, არამედ ეს იყო გარკვეულწილად კიდევ ერთი დათმობა კრემლის წინაშე და გარკვეულწილად ბრჭყალებში გაправება იმ კრემლის ვერსიის, რითიც შემდგომი ნაბიჯი არის ეგრეთ წოდებული თავდასხმობის შეთანხმების გაფორმება რუსეთის გარეშე, რაც პირდაპირ აღიარების ტოლფასია და ეს არის ის საფრთხე, რასაც ყველა ერთად უნდა დაუპირისპირდეს. ამიტომ სცენარები არსებობს სხვადასხვაგვარი, თუმცა ყველამ ალბათ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში და ეს მთავარი გასაკეთებელი არის წინააღმდეგობა. მე ვფიქრობ, რუსთავაზად გომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას დიდი მადლობა მინდა უთხრა, ვინც აი გუშინ კადრები გავრცელდა თავსხმაწვიმაში, როდესაც ადამიანები დგანან თავსხმაწვიმაშიც და ეს არის ის პროცესი, რომელიც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე იმ საქართველოსთვის, რომელიც ყველას კი ბატონო, ერთი შეკითხვაც აი ახსენეთ გიორგი გახარია ბერლინში და თავიდან გვესმოდა რომ სამუშაო ვიზიტით იყო მერე იმდენ ხანს გაგრძელდა ეს მისი სამუშაო ვიზიტი გერმანიაში რომ იძულებული გახდა სამუშაო ვიზა აეღო ხომ მოკლედ 3 თვით იქ ლეგალურად ყოფნის უფლებას სხვა შორის ბევრმა გახარია სწორედ აი ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა რომ ქვეყნიდან წასვლა არჩია ეს მომენტი რომ იმიტომ რომ ქვეყნიდან წავიდა რაიმე სიმართლე გითხრათ ანუ აქ როცა წინააღმდეგობაზე საუბრობდი პოლიტიკური არ ამგონია რომ ვინმეს ქონოდა და ვინმეს გახარებოდა მე გიორგი გახარია ციხეში ნამდვილად არ მინდა და ბუნებრივია რომ ეს შესაძლებლობა არსებობს ქვეყნის გარედან ქვეყნის საქმის გაკეთების ეს უკეთესია აქ საუბარი არ არის იმაზე რომ ქვეყნიდან გავიდა. თქვენ თუ ნახავთ შორჩანასთან დაკავშირებულ ეპიზოდს წოლუკიანის ღალატის კომისიაში, როგორც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ომი 2008-ში, ანალოგიურად არის ბრალდება გიორგი გახარიაზე, რომ მას უნდა დაახლოებით 2008 წლის სცენარის გამეორება. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ბრძოლის ასე ვთქვათ მეთოდი ივანიშვილის და ვინმეს თუ ილუზია აქვს, რომ ივანიშვილი გარკვეულწილად დათმობებზე წავა ვინმესთან ვფიქრობ რომ ძალიან ცდება და განსაკუთრებით გიორგი გახარიას მიმართ აქვს მას ეს შურიზიების მოტივი და სურვილი, რაც არაერთხელ ვნახეთ, მათ შორის მისი პირით. შესაბამისად, აქ ბერლინში მისი ყოფნის საკითხი არ ყოფილა ჩემთვის ის, რომ იმიტომ რომ თხოვეში არ იქნებოდა მოკლევადიანი პატიმრობა მისი და ამ კუთხით ეს საკითხი არ არის ის თავარი. 8 თვით ნამდვილად არ შემოიფარგლებოდა, მით უმეტეს არც 74 დღით რაც მოხდა ხაზარაძე ამ შემთხვევაში არ ვფიქრობ რომ ეს რაიმე ანუ რამდენიმე წლიანი ციხე ემუქრებოდა გახარიას საქმე რომელიც პროკურატურის მხრიდან იყო აღძრული არ ითვალისწინებდა მოკლევადიან პატიმრობას და ივანიშვილისგან რომ ეს მოსალოდნელი იყო გასაგებია მაგრამ აქ თავარი პრობლემა არა ბერლინში მისი ყოფნა ან მისი თეორიები აქ არის კიდევ ერთხელ ის გათიშულობა და ის გარკვეულწილად განსხვავებული ანალიზი რომელიც მე მაქვს და მე არ ვფიქრობ რომ პარლამენტში არ შესვლა იყო თავარი შეცდომა მე ვფიქრობ ერთიანი ხედვის არ არსებობა გარკვეულწილად არასათანადო კომუნიკაციაც, მაგრამ ეხლა საუბარი შეცდომებზე მხოლოდ იმისთვის უნდა იყოს, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ და არა იმისთვის, რომ ერთმანეთი დავადანაშაულოთ და აი ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას კიდევ უფრო მეტი საფრთხეულდება, მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გავასწოროთ ფოკუსი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დასრულდეს მშვიდობიანად და ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ. მადლობა თეონა აქუბარდიას ოპოზიციონერი პოლიტიკოს უსმენდით, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება. აქტუალურ თემებზე სასაუბროთ, გეტყვით, რომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ბუნებრივია, როგორც დამახასიათებელია შაბლონური ტექსტისთვის შეკრების მონაწილეებს მოუწოდა, რომ პოლიციის კანონიერ მითითებებს დაემორჩილონ არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავი მიმართავი კანონით დადგენილ ღონისძიებებს, ხოლო კანონდარღვევით თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ვიქტორ ყიფიანი, ჯეოქეისის თავმჯდომარე შემოგვიერთდა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი სწორედ აი ამ ძალიან მძიმე ამას ინციდენტიც არ ქვია, როდესაც
თანამოქალაქეებს შორის პოლიტიკურ საფუძველზე ხდება ფიზიკური დაპირისპირება, ეს ნებსი თუ უნებლიეთ ჩვენი ქვეყნის ახლო ძალიან ტრაგიკულ წარსულს გვახსენებს ხოლმე. აი, არა უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკური ბრძოლის ყველა მხარემ იმისათვის, რომ აღარასდროს მივიდეთ ისეთ გამოუსწორებელ შედეგებამდე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა რამდენიმე ათწლეულით უკან დახია, რა თქმა უნდა, გულისხმობს შავბნელ 90-იანებს ყველა გაგებით. დიახ, პირველ რიგში ის რაც ხდება, ალბათ ეს პირდაპირი შედეგი არის იმისა და ხანდახან ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს წინ ესეთი შეფასებები, როდესაც სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას. და ეს არ არის მხოლოდ წესრიგის უზრუნველყოფა, ეს არის სამართლისა და სამართლის უზენაესობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა. ეს არის ალბათ ერთი მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, როცა პროცესი მიემართება ამ კალაპოტში, ამ გზით. ეს ნიშნავს იმას, რომ აი რაზედა ჩვენ არაერთზის გვისაუბრია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ მუშაობენ თავისი ფუნქციონალური დანიშნულებით. და ამ საკითხს ალბათ მეტი და დიდი ჩაშლა არ შეიძლება. და ამის შედეგი არის, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი სრულდება და ის, რასაც ჩვენ პოლიტიკას ვეძახით, ის არის არა პოლიტიკა, არამედ რეალურად ძალმომრეობაზე გადასვლა. როდესაც არც ერთ მხარეს არჩება სამწუხაროდ იმის სხვა არჩევანი, რომ არა დაუმტკიცოს მეორე მხარეს, ვინ უფრო ძლიერი არის და ვინ უფრო ღონიერი არის. ეს ძალიან ისეთი ახლა მოკლე დიაგნოზი, იმიტომ რომ გვიანი საათები არის და შევდივართ მაყურებლის გადაღლილობის მდგომარეობაში და მეტადრე თქვენს მდგომარეობაში. მაგრამ ალბათ მთავარი ანტიდოტი და ვთქვათ წამალი, რომ ჩვენ არ გადავეჩეხოთ იმაში, რაშიდაც რისგანაც ჯერჯერობით ინერციით მაინც გამოვდივართ, იმიტომ რომ მე ხანდახან წარმოდგენა რჩება, რომ ის რაც მოხდა 90-იან წლებში ჩვენ ბოლომდე ვერ განვიკურნეთ და მაინც ეს ნაშთი ამ პროცესებისა დავრჩა. კიდევ ერთხელ საკუთარ თავს შევახსენოთ ერთი რამ, რომ აკი ვთქვით, რომ პოლიტიკა ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს, ეს მე ამას პოლიტიკას ვერ უწოდებ. ჩვენ თუ კიდევ ერთხელ აღმოჩნდით იმ ორებში, იქ უკვე გამარჯვებული და დამარცხებული არ იქნება. ისტორიის გადმოსახედიდან, როცა გავაწვდები, ერთადერთი დიაგნოზი, რაც იქნება ამ პროცესისა და შემაჯამებელი იქნება ის, რომ საქართველო დამარცხდა. იქ მერე ვერავინ ვერ გაარჩევს და არც გაარჩევს დასრულებული იქნება, რომ რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ რომელ პოლიტიკურ მეტოქეზე თუ პარტიაზე იმარჩვა. აი, თავარი დასკვნა იქნება, რომ ქვეყანამ ვერ გამოიტანა დასკვნები მისი წარსულიდან, ქვეყანა ვერ გაიზარდა, პოლიტიკური აზრი ვერ მომწიფდა, საზოგადოება ვერ აღმოჩნდა მოწოდების დონეზე და შესაბამისად გამარჯვებული და მოგებული ამ ვითარებაში ისტორიული გადმოსახედიდან ვერ იქნება. ყველანი ჩვენ ვიქნები დამარცხებული. ხომ არ ზრდის გარკვეულწილად ამ რიცხვებს, აი არ ვიცი, დაანონსებული თუ გამოცხადებული მშვიდობიანი რევოლუციის თარიღი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი ითხოვს უფრო მეტ დეტალიზებას, თუმცა არ ვიცი, თავად აქციის ორგანიზატორები და როგორც მე ვხედავ, ძალიან ვიწრო წრი არის მხოლოდ ამ პოლიტიკოსებისა, ამ აქციის ორგანიზატორებსა და შესაბამისად პასუხისმგებელთა შორის, იმიტომ რომ თუნდაც აი ამ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური რვიანიდან ძალიან ბევრი, როგორც ორგანიზატორი, ცდილობს არათუ დისტანცირდეს, არამედ გარკვეული პასუხისმგებლობა მოიხსნას და ამბობენ, რომ ისინი ყველა აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მათთვის მოსალოდნელი მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ ბევრი არაფერი არის ცნობილი. თქვენ აი რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება მოხდეს 4 ოქტომბერს, თუ კი ისე როგორც ეს მოლოდინებით არის ცნობილი, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. სხვათა შორის, როგორც ვხედავთ, ქართული ოცნებაც ემზადება თავისებურად 4 ოქტომბრისთვის და ამბობენ, რომ თუ კი იქნება ხო ადგილი იქნება, არ ვიცი, პოლიტიკოსების მხრიდან კანონდარღვევას, დაუსჯელი არავინ დარჩება.
Ну, პირველ რიგში, ალბათონო ემა, როდესაც ჩვენ ვოპერირებთ ესეთი ტერმინებით, როგორიც არის რევოლუცია, მშვიდობიანი ამხობა და ასე შემდეგ, ეს კიდევ ერთხელ გაგრძელება არის იმ ხაზისა, რაც პირველ კითხვაზე თქვენს პასუხში ჩამოვაყალიბე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანი, როგორც ჩანს, აღმოჩნდით იმდენად წარუმატებელი, რომ სხვა გამოსავალი, სხვა განვითარება თითქოს და არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ქუჩაში ხმაურითა და დეციბალებით და მუჭისქნებით უმტკიცოთ ერთმანეთს, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუარი. ეს საერთოდ ზოგადად ქართული სახელმწიფოს მარცხის ეკვივალენტი იქნება. მე ხა არ მინდა ეხლა არც მენტორად გამოვდგე, არც მორალისტად, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ესე არის. ეს ერთი და მთავარი დასკვნა. მეორე, ეხლა მე ესეთ პროცესის ტექნოკრატიულ დონეზე ვერ ჩავალ, იმიტომ რომ მე არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ გარკვეული კითხვები კი მიჩნდება. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ის რასაც ჩვენ ვეძახით ქართული ოცნება, თუმცა მე ყოველთვის იმას ვამვითარებ, რომ ეს არ არის მხოლოდ პარტიული კონგლომერატი, არამედ ეს არის ნაერთი სხვადასხვა ინტერესებისა. ამ ქვეყანას კიდევ უარეს შემთხვევაში გაუმართლებდა, რომ ეს იყოს ერთპარტიული მმართველობა, იმიტომ რომ პარტია მაინც ნიშნავს რაღაც კოლექტიურ, კოლეგიალურ ორგანოს და აქ აბსოლუტურად სხვა მოვლენასთან, სხვა პროცესთან გვაქვს ჩვენ შეხება, როდესაც გადაწყვეტილებათა მიღება საკუთრივ მმართველი პარტიის მიღმა და გაღმა არის გასული. ერთი რამ, ესე იგი, უბრალოდ ეხლა მეც აზრი გამისდა, რომ 4 ხო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ და არც თუ უსაფუძვლოთ, რომ მმართველმა ძალამ ამ კონგლომერატმა გადაუხვია კონსტიტუციურ ნორმებს და ნორმალური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების პირობებში ალბათ ნებისმიერი ასეთი პრეტენზია იქნებოდა არა თუ არგუმენტირებულად დასაბუთებული, არამედ არგუმენტირებულად მხარდაჭერილი საკონსტიტუციო სამართლის მხრიდან. მაგრამ ეხლა მედის მეორე მხარე არის, რომ აი 4 ოქტომბრის ღონისძიება ასევე ჩვენ ვიქადის საკონსტიტუციო ველიდან კიდევ უფრო მეტად გასვლას. იმიტომ რომ, როდესაც მე ვისმენ განცხადებებს, რომ 4 ოქტომბერს ყველაფერი დასრულდება, ბუნებრივია მე მიჩნდება კითხვა, ჯერ ობიექტური ფორმით, რას ნიშნავს ეს დასრულება, რამდენად აცდენა იქნება ამ დასკვნითი აქტისა მათი აზრით, ვინც ამ პროცესს სათავეში უდგას კონსტიტუციურ ნორმებთან და როგორ გადავდივართ ჩვენ 4-დან 5 ოქტომბერში. აი ეს წვეტა, რომელიც შეიძლება მოხდეს ასეთი მშვიდობიანი რევოლუციის დამხობის შედეგად, რამდენად ჩვენ ამოგვაგდებს საბოლოოდ სამართლებრივი კალაპოტიდან ისე, რომ ჩვენ 4-ის საღამოს დღის მეორე ნაწილიდან თუ 5-ის გამთენიისას ჩვენ ვერ შევძლებთ დავბრუნდეთ ნორმალურ საკონსტიტუციო სამართლებრივ სივრცეში. ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესები მოითხოვს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის. ეს არის ალბათ საკმაოდ არაპოპულარული კითხვები, ეს არის უსიამოვნო კითხვები, მაგრამ მთელი ტრაგიზმი ვითარების სწორედ იმაში არის, რომ ესე იგი 91-ში აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, ავად თუ კარგად დავღვარეთ წვემლიც, სისხლის და ოფლიც, რომ იმ წარუმატებლობებთან ერთად იმ წარმატებებისთვისაც მიგვეღწია, რასაც მივაღწიეთ, ეს იყო ქვეყნის თუ ქვეყნის გარეთ, მაგრამ დღეს სხვადასხვა ფორმალური სტატუსებით შემკობილი ამბიციები და პრეტენზიები ჩვენ გვიწევს ასეთ თემატიკაზე საუბარი, როგორიც არის დამხობა, გადატრიალება, მშვიდობიანი რევოლუცია და ასე შემდეგ. ნუ თუ ჩვენ ესე იგი არა თუ ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, არამედ ამ ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის პროცესის ევოლუციონირების გზაზე მეტი დასკვნა და მეტი ეს თქვა სიბზნე და მეტი სიღრმე ვერ გამოვიტანეთ, რომ დღეს ბედა თქვენ AM-ეთერში ვზივართ და ამ თემებზე ვსაუბრობთ. სხვა შორის დღეს უკვე ქართულმა ოცნებამ ღიად დაიწყო საუბარი ყოფილ თანაგუნდელებზე. პირველად თქვეს, რომ ისინი არათუ საკუთარი ნებით წავიდნენ. აქ საუბარია სუსის ყოფილ უფროსზე, ყოფილ პრემიერზე, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე, არამედ თურმე
გაგდებულები არიან, ახლა არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ ყველა მიხვდა, ვისაც გულისხმობდნენ, ახლა დიდი ხანი უკვე გახარიაზე ეს პირდაპირ მოურიდებლად ღიად საუბრობენ, ხო? ღალატის კონტექსტში და ახლა მათაც უწოდებენ მოღალატეებს და როდესაც აი 4 ოქტომბრის აქციის საკითხზე არის საუბარი, ქართული ოცნება არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია მათ ყოფილ მაღალჩინოსნებს რაღაცა კავშირი თუ შემხებლობა კონდეს ქვეყანაში რადიკალური პროცესების დაფინანსებასთან ან ორგანიზებასთან. ბევრი ვერსია მოვისმინე, ზოგმა თქვა, რომ მით უმეტეს ამ ყველაფერს წინ უძღოდა კობახიძის განცხადებები მთავრობის ხდომას, სადაც თქვა, რომ ყველაფერი მიშვებული იყო როგორც კრიმინალთა ბრძოლის თვალსაზრისით და ორი უმძიმესი დანაშაული ახსენა, ეს არის ნარკოდანაშაული და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობა. ანუ პირდაპირ დაადანაშაულა, რომ მაშინელი შინაგან საქმეთა მინისტრი არაფერს აკეთებდა და ახლანდელმა, რა ვიცი, 10 ჯერ და შეიძლება 100 ჯერ მეტი დამნაშავე დაიჭირა ამ მიმართულებით. ზოგმა ეს აღიქვა როგორც ნიადაგის მომზადება ყოფილი თანაგუნდელების დასაპატიმრებლად. ზოგმა გაფრთხილება, რომ არავინ იფიქროს და პირდაპირ თუ ირიბათ თანამშრომლობა არ გააბას პოლიტიკურ ოპონენტებთან. თქვენ როგორ გაიგეთ ქართული ოცნების ეს ძალიან სკანდალური განცხადებები? პირველ რიგში მე გავიგე ისე, რომ თურმე ამ ახალ დანიშნვებამდე, რაც დანიშნვები იყო და ესეც ქართული ოცნების სიარიდან მოდიოდა, თურმე ეს ქართული ოცნება კი არ არამედ მარსიანელები მართავდნენ ქვეყანას. ეს დასკვნა გამოვიტანე, რომ ამ 13 წლის განმავლობაში თუ ოდნავ მეტის ეს ამ გუდიდან გამოსული დანიშნვები კი არ იყო, არამედ რაღაც ეს თქვათ სხვა galaktikიდან ფაქტიურად აქ უკვე deep state-ზეც არ არის საუბარი, იმიტომ რომ ახეთ ყოველი ახალი დანიშნა სახელმწიფო საფრთხეების სამსახურში ფაქტიურად ირიბად უკავშირდება ძველი ხელმძღვანელობის კრიტიკას. შინაგან საქმეთა მინისტრზე ყოფილზე მოვისმინეთ, რომ სამინისტრო მიშვებული იყო. ეხლა დღეს ერთი ჩემი ძალიან პატივცემული კოლეგის პოსტიც ავიკითხე ენერგეტიკოსის და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე. ქალბატონმა მარიამმა თქვა, რომ აი ძველმა გუნდმა პრობლემები დატოვა და ეხლა ახალი გუნდი ამის გამოსწორებით დაკავდება. თან ყველაფრის ამის მოწოდება ხდება ისე, რომ აი ისტორია თითქოს და არ არსებობდა და ყოველ ჯერზე ეს პრივილეგია, ინდულგენცია გვაქვს, რომ ისტორიის წერა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. თან არც მოგვერიდოს ამ განცხადების გაკეთება, ვითომ ის რაც გუშინ ხდებოდა და გუშინ წინ მე იქ არ ვიყავ. ეს არ მეხებოდა, ეს ჩვენ არ ვიყავით. ეს ვიღაც სხვა იყო, რაღაც უხილავი, რაღაც სხვა პლანეტიდან ხდებოდა ამ პროცესების მართვა. ეს შეიძლება ძალიან ისეთი ახლა სარკაზმით ნარევი შენიშვნა არის, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ როგორ შეიძლება გარკვეული ჯგუფი პოლიტიკური უპატივცემულობას გამოხატავდეს საკუთარი საზოგადოების მიმართ და საკუთარი და არა მარტო საკუთარი, არა მარტო სხვა გუნდის ამორჩევლის, არამედ საკუთარი ამორჩევლის მიმართ, რომ შეუძლია ყოველ ჯერზე აი ამ ისტორიის გადაწერით დაკავდეს. ეს არის მართლაც საოცარი რა. ხო, მაგრამ რა შეიძლება ეს მოასწავლდეს, ანუ შემდგომი ნაბიჯები? მეორე დასკვნა, ეხლა შეიძლება ეს ბევრ ამას მოასწავლებდეს, მაგრამ მე ერთხელ ეთერში თქვი, რომ ეს ჩემი და თქვენი საზრუნავი არ არის და რისი მომასწავლებელიც არის და ესე იყოს. მე უბრალოდ მიკვირს ასეთი პოლიტიკის, ეხლა წმინდა ეს პრაგმატულად რო შევხედოთ ეგრეთ წოდებული ოცნების გადმოსახედიდან, როგორ შეიძლება ასე თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ჭრიდე იმ ტოტს, რომელზეც ყველანი არის ჩამოსდა. მიუხედავად იმისა, წარსულში იყო ქართული ოცნების მაღალი რანგის ფუნქციონერი თუ აწყოში. მე საერთოდ სიმართლე რო გითხრათ, აი ამ ფორმაციის კაბინეტს რომ უყურებდა მის ხელმძღვანელს, მე ჩემი აზრით ხანდახან ისეთი წარმოდგენა მრჩება, რომ ასე დათურ სამსახურს უწევდე საკუთარ პარტიულ ინტერესებს და ჯგუფის ინტერესებს, ამას ერთგვარი ნიჭი უნდა. მე ასეთ ნიჭს რა თქმა უნდა არ შევნატრი, მაგრამ თუ ეს ფუნქცია მან იკისრა და შეუძლია ამ გეზით გააგრძელოს, მაგრამ მესამე თეზა რაც მინდა ჩავთო ამ პასუხში და ძალიან მოკლეზე შემოვიფარლო, როგორი არაჯანსაღი არის სისტემა, როგორი უმადური არიან თანაგუნდელები საკუთარი ერთმანეთის მიმართ, როგორი დაუფასებელი არის, როგორი დაუმსახურებელი არის ხშირად ის ქებაც და ის ძაგებაც.
ამიტომ ალბათ ეს არის დღეს მთავარი ნიშანსვეტი და დასმა რა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ აი ამ ისტორიიდან. შესაბამისად ჩვენ კი გამოვიტანთ, მაგრამ დასთავარია გამოიტანონ მათ, ვინც დღეს აი ამ სისტემის სამსახურში დგას და ჯერა თუ არ ჯერა მე არ ვიცი ეს მათ საკუთარ თავს უნდა მოგითხონ, რომ ეს მათ დაუფასდებათ, რომ ისინი გამოყენებული არ იქნებიან როგორც უბრალოდ მასალა და ხვალ ისევე არ გაისტუმრებენ პოლიტიკურ სანაგვეზე, როგორც ეს მათ წინამორბედებს დაემართა. მადლობა ბატონო ვიქტორ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჯოქეისის თავმჯდომარეს ვიქტორ ყიფიანს უსმენდით. ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ განცხადებას მელიქიშვილის გამზირზე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ლიდერები მთელს პასუხისმგებლობას აქციის მონაწილეებს აკისრებენ. ძალიან უხეში ჩარევაა საარჩევნო პროცესში, გასაკვირია ამ ყველაფერს რატომ ადევნებენ დუმილი თვალყურს ევროკავშირის ელჩი და დიპლომატიური კორპუსიო, ისე როგორც ეს ბოლო პერიოდში ჩვევიათ, ქართული ოცნების ლიდერები სწორედ ჩვენს დიპ კორპუსს აკისრებენ ხოლმე პასუხისმგებლობას და უბრალოდ მათგან მოითხოვენ რეაგირება კონდეთ ოპოზიციისა და აქციის მონაწილეების ქმედებების მიმართ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია კრიტიკული რეაგირება იგულისხმება. სალომე ჯაფარიძეს დავუბრუნდებით ისევ, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება. როგორც ვიცით, ვითარება განიმუხტა. სალომე, რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე? ამ წუთებში მაყურებელს ხედავს ალბათ, რომ სიმშვიდეა რუსთაველის გამზირზე აქციამ გადმოინაცვლა ქვეყნის პარლამენტთან, თუმცა რამდენიმე წუთის წინ აქტივისტებმა გაავრცელეს განცხადებები, რომ იმის მიუხედავად, რომ 3 დღის განმავლობაში ხდება მსგავსი სახის პროვოკაციები, ისინი გაჩერებას არ აპირებენ, თქვეს ისიც, რომ იგივე მარშრუტს გაივლიან, როგორც წესი, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მელიქიშვილის გამზირით მოვლენ რუსთაველის გამზირზე და ამბობენ იმასაც, რომ არ ეშინიათ საპასუხოდ გავრცელდა სხვა შორის შალვა პაპუაშვილის განცხადება, მან Facebook პოსტით დაწერა, რომ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები იყვნენ საპროტესტო აქციაზე და მოდით გადავიდეთ ბატონი პაატა ბურჭულაძეა ჩემთან ერთად სტუმრად, რომელიც ერთის მხრივ ანონსებს 4 ოქტომბერს საკმაოდ დიდ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას და ვხედავთ როგორ ვითარდება ბატონო პაატა მოვლენები, დაპირისპირება ახლა უკვე ფიზიკურ ანგარიშტორებაშიც გადაიზარდა. აი რა ნახეთ თქვენ და რა მოლოდინი გაქვთ ზოგადად ამ პროცესებთან დაკავშირებით? არაფერი ახალი არ მომხდარა, ჩვენ ყველანი დავრწმუნდით, რომ ოცნება დგას მარტო ეგეთ ტიტუშკებზე, მეტი არ აყოს მაგას არავინ, სულ დაშინებაზეა გადასული. 4 ოქტომბერი უნდა მოვიდეს, 4 ოქტომბერს ჩვენ ამათ გავისტუმრებთ და 5-დან უნდა დავიწყოთ ახალი საქართველოს შენებლობა, ახალი რესპუბლიკის შენებლობა, რომელიც ეს მოხდება, ეს გარდაუვალია. აი ხო ხედავთ, ეს არის ბოლო წუთები, ბოლო დღეები ოცნებისთვის, რაც ხდება დღეს. ნახოთ ერთი ხვალ აპირებს მთელი აი ეს საზოგადოება, ვინც ნახავთ თქვენ ახლა, ყველანი აპირებენ ისევ იქ მისვლას. ნახოთ თუ გამეორდება ახლა ეს ამბავი. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ბატონო პაატა შალვა პაპუაშვილმა აქციის მონაწილეებს ნაცნობური მოძრაობის ტიტუშკები უწოდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც და ასევე თქვა ისიც, რომ გერმანიის ელჩის მობილიზებულია მთელი ეს ადამიანთა ჯგუფები. თქვენ როგორ უპასუხებთ პაპუაშვილს? გიჟი თავისუფალია, აი ეს არის ერთადერთი, რაც უნდა ილაპარაკოს. რა აზრი აქვს მის ნალაპარაკებს? რამდენი აქვს ნათქვამი უკვე მას და არაფერის ისტორია აღარ უთქვამს, აი ბოლო 1 წელია, შეიძლება 2, შეიძლება 3. და ამიტომ ილაპარაკოს ახლა, გერმანისაც მეტი საქმე არ აქვს, ახლა ესენი ჩვენი ის აქციები საკნას დაორგანიზოს. რა უნდა თქვა, ეგ მადლობა უსმენთ პაატა ბურჭულაძეს. სხვათა შორის აქვე უნდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოწოდების სახით დემონსტრანტების მიმართულებით, რომ არ დაირღვეს კანონი და გაითვალისწინოთ შეკრებისა და მანიფესტაციის ყველა ნორმები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა აქციის მონაწილეებს გაუწიეს დახმარება. დაახლოებით აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 10-მდე დემონსტრანტი არის დაშავებული, მათ შორის ფიზიკური დაზიანებები აქვს და სხვათა შორის
უნდა აღვნიშნოს, რომ ერთ-ერთი უნგრელი ჟურნალისტიც მოხვდა მთელს ამ დაპირისპირებაში, მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, როგორც ვნახეთ, მათ შორის პირდაპირ ეთერში მიიღო სხვადასხვა სახის ტრამვა და ისიც გადაყვანილია საავადმყოფოში. აქ რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები, რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც სხვა შორის 4 ოქტომბრისთვის ემზადებიან და ერთ-ერთ აქტივისტთან გადავალ ახლა, რომელიც ემზადება, როგორც 4 ოქტომბრისთვის, ასევე ემზადება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როგორც ამბობენ, 13 სექტემბერიც იყოს ერთ-ერთი დღე, როდესაც შეიკრიბებით. აი რა, ნახეთ პირველ რიგში თქვენ და რას ანუ როგორი მოლოდინები გაქვთ მთელი ამ ჩვენ ნახეთ რომ ადამიანები არიან ბრძოლის სურვილი, ადამიანებს აქვს ბრძოლის სურვილი სამეში და ნებისმიერ თარიღში, როდესაც მნიშვნელოვანია რომ ადამიანები იყო დაწუნებული, ძალიან ბევრი ვიქნებით, განსაკუთრებით 4 ოქტომბერს, რომელსაც აუცილებლად ჩვენ ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ერთობა აუცილებლად მშვიდობიანად დავამხობთ ძალით და ვაი ხელისუფლებას და დღეს რაც ვნახეთ, ხო ეს არის ქართული ოცნების სახე, რაც კალაძის შტაბთან მოხდა, ვითომ ძველი და ვაი ძველი ბიჭები, რომლებიც ქალებს ურტყავდნენ, რომელიც პოლიციელების უკან იმალებოდნენ და მე იმ პოლიციელების გამკირვებია, რომელსაც ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვის შეურაცხყოფას აყენებენ რეალურად და მაინც ჩვენ მხარეს იჭერენ ადამიანებს ამ გამოგონილი ბრანდებებით. ამიტომ დარწმუნებული ვარ და მჯერა იმისი, რომ ქართველი ხალხი გამოიღვიძებს და ვიცი, რომ ქართულ ხალხს გვიძავს და ჩვენ 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი და 4 ოქტომბერი იქნება ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისი. მადლობა. მადლობა თქვენ და ვუსმენდით სამოქალაქო აქტივისტებს, მოკლედ რომ შევაჯამოთ ემა დღევანდელი დღე. ვიცით რომ მოქალაქეები ყოველ შემთხვევაში ვრცელდება განცხადება, ვნახეთ მათ შორის ადგილზე რომ არიან დაზიანებულები, მათ შორის ფიზიკური შეხლა შემოხლის დროს მოხდა მათი დაზიანება, ასევე ვიცით ისიც რომ უკან დახევას ეს ადამიანები არ აპირებენ და ჯერჯერობით უცნობია დააკავა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა აქციის მონაწილეებს, მათ შორის ვნახეთ კადრები, სადაც გამოყენებული იყო ბოთლები და სხვადასხვა ნივთები დემონსტრანტების მიმართულებით. საინტერესო რა განცხადება გაჟღერდება უწყების მხრიდან. მადლობა სალომე ჯაფარიძეს. ის გიყვებოდათ დღეს საღამოს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ, როგორც მან თქვა და კიდევ ერთხელ მინდა მეც დავადასტურო გავრცელებული ინფორმაციით. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა. მათი ნაწილი კლინიკებში იქნა გადაყვანილი იმისათვის, რომ აღმოეჩინათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ნაწილს სამედიცინო მხარდაჭერა სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს. მოკლედ, სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუს გემშვიდობათ უკვე 4 შაბათამდე. მე და თქვენ ხვალაც შევხვდებით ერთმანეთს პალიტრა ნიუსის ეთერში დღის 13 საათზე გადაცემაში საქმე.